მოგესალმებით. გაბედე დაბრუნდა ახალი ეპიზოდით. კიდევ ერთხელ მინდა რომ ყველას მადლობა გითხრათ. თქვენი მხარდაჭერისთვის რომ უყურებთ, რა გწერთ და მართლა ვიღებთ ძალიან პოზიტიურ. ეგ გვაძლევს ძალას რომ გავაგზავნოთ ეს პროექტი. დღევანდელი გადაცემის სტუმრები არიან ორივე უსაყვარლესი ადამიანი, რომელიც გამოსავალში მუშაობს, სარეაბილიტაციო ცენტრი გამოსავალში, გუგა ხოშტარია, რომელიც არის წავკისის ცენტრის ხელმძღვანელი სარეაბილიტაციოსი და ზაზა კალანდარიშვილი, რომელიც არის გამოსავლის ზოგადად როგორ არის? პროგრამული ხელმძღვანელი. ესე იგი, მეგობრებო, დღეს მინდა რომ ჯერ კიდე მიუხედავად იმისა, რომ ბევრი წელი გავიდა, ჩვენ ვცდილობდა გამოსავალი ამას აკეთებს საჯაროდ. ადამიანებს კითხვის ნიშნები აქვს, საერთოდ რა არის რეაბილიტაცია, დამოკიდებულება. ცოტა ხანდახან არის ხოლმე, რომ უჭირთ ზუსტად დაინახონ ეს ნაბიჯები რა უნდა გაიარონ. და მინდა რომ ამ ეპიზოდით გავეხმაროთ ერთის მხრივ ადამიანებს, რომლებიც გადაწყვეტილების მიღების პროცესში არიან, რომ ამ გადაცემით დავეხმაროთ, რომ ეს გადაწყვეტილება რომ მარტივად მიიღო. და მეორე არის რომ აი რაღაც კითხვები მეც როგორ მაქვს, იცი, რამდენიმე ჩამოწერილი, რომ თითქოს ამ დამოკიდებულების არ მქონე ადამიანს რა კითხვა გაუჩნდებოდა რა. აი, საერთოდ შემხებლობაში რო არ არის, იმიტომ რომ ეგეთი მაყურებლებიც არიან. და მათთვისაც რომ რაღაცები გასაგები იყოს, აი ამ ენაზე ვისაუბროთ. ხო და პირველი მოკლედ გუგა შენ მე მახსოვს დიღომში იყო ის ცენტრი. კი, ბევრი რამე მახსოვს, მაგრამ აი რატო გადმოვდივარ შენთან კითხვით ნახე. ესე იგი, შემოვიდა იმ ცენტრში ვარ დიღომში და ერთი ბენეფიციარი შემოვიდა, რომ შევესწარი ეგეთ რაღაცას, რომ შენ უკვე მუშაობ, ოღონდ მაშინ უბრალოდ ჯერ კონსულტანტი ხარ რა და გეუბნება თუ მე მითხრა რა, ეგ ბოლომდე კარგად არ მახსოვს, რომ გუგა ვნახეო რეკლამაშიო, გამოსავლის ვიდეოშიო ლაპარაკობდაო, რომ ეს კომპაქტი იხსნებაო, გახსოვს ეგ ვიდეო და მაგან მომიყვანაო რა. ხო და მე მოყვა შენ და მას მანამდე მოხმარების დროინდელი რა ურთიერთობა გქონდათ რა. ანუ და ისე დამამახსოვრდა რომ ეს ადამიანი დღემდე ფხიზელი არის და შენ გახდი მისთვის мотиваცია. შენი აზრით რა არის შენ წარსულში და ეხლა უკვე აწმყოში ისეთი, რომ აი ადამიანი მოვიდა შენ სამჩაწერილ ვიდეოზე ეგრე გენდო და გააგზავნა გამოჯანმრთელება და შენი აზრით რატომ იყავი აი ეს მაგალითი და мотиваცია? პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის ამ შესანიშნავ სივრცეში. რა არის ძალიან ზოგადად ისეთი თემა ეს იმხელა ასე თქვა მოცულობის თემა ეს რა ზოგადად აი ხა შენიც დაიწყე რომ ადიქცია ბევრ ხალხს აინტერესებს ადიქცია რა არის რეაბილიტაციო პროცესი რა არის რა მთელი სამყაროა ესე ვთქვათ რა ეს ჩემთვის უკვე რაღაცა ცალკე სამყაროა როგორც აი რა იყო ცხოვრება მანამდე და რა არის ცხოვრება ეხლა ხო ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფაქტორია ის რაც ახლა შენ თქვი რომ ადამიანი რომელიც შენ გიცნობდა იმ წარსული ცხოვრებიდან ნაპაძელნი კარი გვაქვს ესე ვთქვათ ხო და იცის ესე ვთქვათ ყველა შენი მეტნაკლებად ის ცხოვრებისეული პერიპეტიები და რითიც ცხოვრობდი შენ ხო რითიც საზრდოობდი რა იყო შენი რაღაცა ესე ვთქვათ წარმოდგენები ამ ცხოვრებაზე რა სოციუმს განეკუთვნებოდა და ასე შემდეგ და მე ვთქვათ ხედავს იმოცემულობაში რომ ძალიან ესე ვთქვათ უხეშად რომ ვთქვათ იცის რომ იყავი ცუდად და დღეს ხედავს რომ ხარ კარგად რა თქმა უნდა ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ფაქტორი რაც ამ ესე ვთქვათ მოცემულობაში რასაც ქვია სარეაბილიტაციო პროცესი მუშაობს რა თქმა უნდა არა მხოლოდ ეს მაგრამ ძალიან ძლიერი ფაქტორია იმიტომ რომ როგორც უკვე ვთქვი
ყველა შენი ესე თქვათ აი ეს მძიმე მომენტები, ხო, ცხოვრებისეული, თქვათ აი იმ ადამიანს, რომელიც შენ გიცნობს, ხო, ნანახი აქვს და ხედავ დღეს თუ ხედავს ის, რომ შენ თქვათ კარგად ხარ, ხო, მას უჩნდება, რა თქმა უნდა, ის მოცემულობა, აზრი, რომ მე რატო არ შეიძლება ვიყო კარგად, თუ ესეც კარგად არის, ესე თქვათ. ხო, აი რა იყო თუ შეგიძლია რომ რაღაც მაყურებლისთვის რომ უფრო ცხადი გახდეს რა იყო ეს სიმძიმე შენ სიმწარსულ ცხოვრებაში, რამაც შენ თვითონ მოგიყვანა ერთ დღეს რეაბილიტაციამდე? ხო, ამაზე შემიძლია ორი დღე გამევისაუბრო, მაგრამ მოდი ესე რომ ვთქვათ, რაღაცა მოცემულობები იყო საკმაოდ სტანდარტული, საერთო ქართულ, საერთო თბილისური და ეს არის რაღაცა ზოგადად ძალიან შორსაც რო არ წავიდე, ერთ-ერთი ადიქციის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფაქტორი ეს სოციალური ფაქტორი, ესე ვთქვათ, ამ დაავადების, რომელიც მეტწილად დაწყებული რაღაცა პატარა სოციუმი და რომელიც მე იზრდება შენთან ერთად, ხო, ვთქვათ, ოჯახი, გარემო, უბანი, სკოლა, მეგობრები, მთელი ტრადიციები, ის ქვეყანა, სადაც შენ ცხოვრობ, ის ქალაქი, ხო, გიყალიბებს რაღაცა წარმოდგენებს ამ სამყაროზე, რა არის კარგი, რა არის ცუდი, ვთქვათ, და ასე შემდეგ. ხო და შენც როგორც სოციალური ცხოველი, ესე ვთქვათ, რომელსაც ჭირდება მიეკუთვნებოდეს რაღაც სოციუმს, ვცდილობ, რომ ესე ვთქვათ, ამ სოციუმში რაღაცნაირად არსებობდე, ხო? ეს ძალიან გადაღეჭილი ის არის, თქვათ ის 90-იანები და ის ყველაფერი და ის სუბკულტურა, მაგრამ ფაქტი ამ წრეში, ამ სივრცეში მომიწია მეც ცხოვრება, სადაც მაგალითად ეს ქუჩის სუბკულტურის გარეშე, როგორ იყო, იცი, ან მიეკუთვნები ამ სოციუმს, ან საკმაოდ ამ სოციუმიდან საკმაოდ გარიყული ხარ და რაღაცა ცოტა პლინტუსის ესე თქვა და ამიტომ ყველანაირად მე პირადად ვცდილობდი და დევს ალბათ ყველაზე დიდი ჩემში ის ხასიათის ალბათ ყველაზე დიდი დეფექტი, რასაც ძალიან ბევრს ვესაუბრები ახლა ბენეფიციარებს, ხო? ყველა ხერხით ვცდილობდი, რომ დავრჩენილიყავი, ესე ვთქვათ, ამ სოციუმში, რომ ვინმე არ თქვას, რომ ეს ადამიანი, ვთქვათ, რაღაცა ცოტა ვერ ჯდება რა, აი ამ ესე ვთქვათ, მაშინ ჩვენ წრეში, ხო? ყველანაირად და ამას მოსდევს მე, ხო, ამის თანხლები, ახლა მარტო საქართველოში ეს არის, მაგრამ საქართველოში ამის თანხლები, ესე ვთქვათ, კომპონენტებია, ის ვთქვათ, ნარკოტიკი, როგორც ჩვენ ვეძახით, ხო, სუბუქი საწყის ეტაპზე, იქ დალევა, გართობა, ანუ ხო, გართობა ჩვენთვის რა იყო, ხო? ფხიზელი გართობა წარმოუდგენელი იყო, ჩვენ გართობა ასოცირდებოდა არაციფხიზლესთან. ამიტომ და ეს ერთბაშად არ ხდება. ეს ეტაპობრივად დამძიმებას გულისხმობ, ხო? ამ სიტუაციის დამძიმება ხდება საკმაოდ ეტაპობრივად. ჩემთვის მაგალითად 20 წლის წინ ვიღაცას რო ეთქვა მოსულიყო რომ გუგა შენ სერიოზული პრობლემა გაქვს და რაღაცა მეტყოდი პრობლემა შეგაქვს, მე გადასარევ გძნობ თავს, ხო? ამიტომ მე ამ სოციუმში ვარ, მე ამ სოციუმში ვყავი, ყველაფერი კარგად არის, მაგრამ ეტაპობრივად ხდება საკმაოდ ისეთი დამძიმება. ამ სოციუმში ყველაფერი კარგად არის, ეგ ხო რაღაც, ანუ აი მოხმარების ნორმალიზება რა, რომ ანუ თუ თვრალი ხარ ან არაფხიზელი, ოკეია, რაღაც ადგილები არის, სადაც აი მართლა არაფხიზელი უნდა იყო, ხა იქ ვიღაცა შეიძლება ვიღაცამ დაგწინოს თუ ფხიზელი ხარ, ხო? ან როგორც რაღაცა ძალიან სიჭაბუკეში სიგარეს თუ არ ეწევი, ბოლომდე მიღებული იმ წრეში ვერ ხარ, ხო? ხო და კაი, აი მე სად დაგეწყო ის პრობლემა. ამიტომ ეს საკმაოდ ისეთი ცელი თემა, ამიტომ ძალიან ისე ვცდილობ კომპაქტურად გამოსავალი კომპაქტის არ იყოს, ხო? დავიწყე. მივიდეთ ანუ ეტაპობრივად, ხო? ალბათ ყველა ადამიანის ცხოვრებაში, მაგრამ დამოკიდებული ადამიანის ცხოვრებაში ეს გამოიხატება რაღაცა ალბათ იმ ფსკერით, რასაც აი ფსკერს რასაც ვეძახით. ადამიანი იწყებს რაღაცა კითხვების დასმას. საკუთარ ესე ვთქვათ, ჯერ ძალიან ისე ისმის ყრუთ ეს კითხვები, მე ცოტა ხმამაღლა მე აუტანელი ხდება ეს კითხვები, რომ ვინ ახარ, რა გინდა, სად მიდიხარ, რა სტოვებ, რა იღე ამ სამყაროდან, ისი გაკეთება შეგიძლია, ეს ესე ვთქვათ, ძალიან ხმამაღლა რო არ იმას, მაგრამ ეგზისტენციალური კითხვები უჩნდება, ხო, ადამიანს, ჩემი აზრით, და მე მძაფრდება, ხო, თუ კითხვებზე პასუხები არ აქვს. აი, რა ყველაზე მურტალი. მე ჩემ თავს რო დაუსვე კითხვები, მე პასუხები არ მქონდა.
და აღმოჩნდი მიუხედავად იმისა, რომ ჩემი გარემო ესე ვთქვათ, მე არ ვიცი, შეიძლება ვცდები და სპეციალისტები უკეთ იციან ესე ვთქვათ ფსიქოლოგი, მაგრამ მე ესე ვთქვი, რომ მე არ გავზრდილ ვარ, მაგალითად ოჯახის დესტრუქციულ ესე ვთქვათ გარემოში გადასარევი, ოჯახი მყავს გადასარევი, მშობლები გადასარევი, ბებიები მყავდა, რომელიც მიყვარდა და უყვარდი თქვა და ხო ხვდები, აი ეს გარემო რაღაც დესტრუქციულად არ მეჩვენებოდა, ხო? ყველაფერი მეტნაკლებად რაღაცა ანუ საინტერესოც იყო ჩემი ცხოვრება, მაგრამ აი ეს რაღაცა მუდმივი დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება სულ მქონდა, რომელსაც აი კომპენსირებას ვაკეთებდი ალბათ ამითი რა, აი გინდა ქიმიურ მოხმარებით, გინდა თამაშით, გინდა აი ცხოვრების წესით, რა ცხოვრების წესით და ცხოვრობდი და აი რავი ზაზე მე მგონი დამეთანხმება, ჩვენი ცხოვრების წესი რა იყო, მთავარი ერთ-ერთი გამს. ეს არის მუდმივად დანის პირზე სიარული. მუდმივად რაღაც კარნიზზე სიარული და სახურავზე სიარული და აი ამასაც მოვიხმარდით ჩვენ ამ ზაფრემებს. ზაფრემოში ადრე. და მივედი იქ, აი ხა რომ დავასრულებ, რომ აი როგორც თქვი რა, კითხვაზე პასუხი აღარ მქონდა. და ჩემი შინაგანი ესე თქვათ, აი თავარი რაც არის და რაზეც ძალიან ბევრს საუბრობთ რეაბილიტაციო ცენტრში და ეს ერთ-ერთი ალბათ ერთ-ერთი ქვაკუთხედია იმისი, როდესაც ადამიანი ამას გაიგებს. ჩემი შინაგანი სამყარო და ჩემი ქმედებები რეალურად აცდენილი იყო ერთმანეთს. მე იმდენად ვერ ვიღებდი ჩემ თავს ისეთი როგორიც მე რეალურად ვარ, რომ მე ვცდილობდი დამენახებინა ყველასთვის და ალბათ დამეჯერებინა საკუთარ თავს და არა მე აი ესეთი ვარ. ამდენს არ ახარ შენ ესეთი ხო? და მაგრამ ვცდილობ. აი ეს აცდენა საბოლოო ჯამში იწვევს მაგარ ჯახს რა და რაღაც დონემდე იყუჩებ, რაღაც დონემდე იშტერებ თავს, რაღაც დონემდე. გაურბი ხარ, რაღაცებს მავა. აი მე როდესაც ეს წამომეწია და რამდენიმე წელიას გაგრძელდა და თავს მართლა ძალიან ცუდად გზნობდი, მანდ მოხდა ჩემი ესე თქვა გადაკვეთა მე უკვე გამოსავალთან რა. პატარა კომენტარს გავაკეთებ. ძალიან მნიშვნელოვანია რომ ადამიანი მაგ გააზრებამდე რომ მიდის, რაც თქვა გუგას შემთხვევაში იყო, ხო? ადიქციის პრობლემის მქონე ადამიანებში იშვიათია ხოლმე, ანუ უმეტესობა ამ გზაზე იღუპება, ანუ ვერ ასწრებს ამ კონდიციამდე მისვლას. ანუ ყველაზე მთავარი პრობლემა რა არის, რომ ადამიანმა მიიღოს მტკიცე გადაწყვეტილება და იწყოს გამოჯამთელება და ამ გადაწყვეტილებამდე მისვლას ვიღაცა ანდომებს 5 წელს, ვიღაცა 10 წელს, ვიღაცა 20 წელს, ვიღაცა მთელ სიცოცხლეს. ანუ მთელი სივერაგი ამ დაავადების მაგაში დევს, რომ ადამიანები ვერ ასწრებენ გააცნობიერონ რა ჭირთ. ან თუნდაც კითხვები რაც ჩდება და პასუხები რომ არ არის, თამდევი შეიძლება იყოს როგორც ლაითმოტივი, მაგრამ გადაწყვეტილების მიღებაში ხშირად ბევრ ადამიანს ვერ ეხმარება. იმიტომ რომ რაღაცა ერთობლიობა ჭირდება რა, გარემოებების, შინაგანი ფაქტორების ყველა ბევრი მაგაზე ვილაპარაკოთ. შენ რა დითიც დაიწყე რომ აი ეს ადამიანი რომელიც იხსენებდა რომ თქვათ მიცნობდა და მეც ზუსტი გამოსავალს რომ მივედი ვნახე ადამიანი რომელიც ჩემთვის ასე თქვა თელი ბავშვობა ვიცნობდი მეგობრობდით რომელიც სერგიაზე ვიზე ვიტყვი რომელიც ესეთი რო არ უნდა იყოს ხო რა მე გუწევ თქით ამ კოდარი მეგონა რომ იცი რა მივედი და უცებ დამხვდა კონსულტანტი გიორგი სერგია ნუ არც როგორ თემა იყო იცი რომ ის კი არა რომ რაღაცა ბიოფსიქოსოციოლოგი კი ეცადა ამეთ აი მე არ მინდა მეთქი სადაც ჩვენი ყავი გამიშვებეთ კაი ამით მოურჩით და იმის მერე სერგია ჩემ მაღალძალ კი ჩემ მაღალძალას ვეძახი დღემდე ძალიან კაი ისტორია შენ გახსოვს პირველად რომ მოვიდა გუგა მახსოვს კი მახსოვს წავკისში მოხდა ეგა თუ სხვა მახსოვს წავკისის ცენტრში რომ მოვიდა გუგა საკმაოდ მძიმე ფსიქოემოციური ასე ვთქვათ მდგომარეობით მედიკამენტოზური დანიშნულებით საკმაოდ ისეთი კარგი მსუყი ანამნეზით ესე რომ ვთქვათ და ну დავიწყეთ როგორც სტანდარტულად ხდება შევიმუშავეთ სამკურნალო გეგმა როგორც რეაბილიტაციის ზოგადი როგორც სტრუქტურა არის და ასევე ინდივიდუალური და საკმაოდ რთული გზა გავიარეთ ერთად და დღეს უკვე კი ხედავთ აგერ პროდუქტის ახალ და როგორ მოხდა რომ დარჩი გამოსავალში რომ სხვებს დახმარებოდ. აი სანამ მაგას მეტყვი, რადგან ზადასაკ არის. შენ მაშინ იყავი ალბათ ცენტრის ხელმძღვანელი, ხო? იმ წავკის. ხო, მე მგონი მაშინაც კორდი ერთი, ხო. ხელმძღვანელი იყო, უბრალოდ მე მგონი კიდე კორბიგივე ის იყო რა. და იცი რა მითხარი, აი ყველაზე თუ გახსოვს, სერგია თქვა თუ ასლამდე გახსოვს, ხო? აი იქ რაღაც აი ეს მომენტი, როცა აი ისეთი მნიშვნელოვანი მოხდა რეაბილიტაციაში რომ მივხვდი რომ აი ეს გასაღები იმ კითხვებს პასუხი იქ იპოვა. ჯერ ერთ-ერთი ყველაზე მთავარი კომპონენტი რაც არის, როდესაც ადამიანი შემოდის რეაბილიტაციო ცენტრში, მან
იმ წამს თუ არა ძალიან მალე უნდა იგრძნოს რომ ეს ის ადგილია სადაც მას ეშველება მე ეს აი რო შევედი არ ვიცი რატო იმიტომ მე არავის აი სხვას არ ვიცნობდი მე აღმოჩნდა რომ ერთი კიდე ჩვენი ძმა იყო რომელსაც გავიხსენეთ ერთმანეთი დარჩენი კაცის შულს არ ვიცნობდი მაგრამ აი და ეგ მოგეხმარა თუ პირიქით რო არის რა ეგ ეხმარება არ მე ნუ იმ მომენტში რაც მოცემულობა იყო ეხლა იმას ყველა არ ვიცი რა როგორ იქნებოდა სხვანაირად მაგრამ ხო ალბათ მომეხმარა იმიტომ რომ ეხლა იქ ვიღაცებდა ნაცნობი ისევ ის ბოდიში პლასტიკა ხო აუცილებლად კი ბატონო რომ ჯერ იქავარ ხო ეგ და მახსოვს რომ ერთი ძალიან ისეთი საინტერესო სასაცილო ფაქტი მოხსნა ხო პირველივე ჯგუფზე რომელსაც დავესწარი და რომელსაც თვითდახმარების ჯგუფი ქვია სადაც ადამიანები რაღაცა აზიარებენ თავის პრობლემებს რაღაც 4-5 წუთის განმავლობაში და პრინციპი ისეთია რომ არავინ კითხვებს არ უსვავს ის თავისას ლაპარაკობს არავინ არ აწყვეტნებს და ესე იგი დაახლოებით აი იმ პირველივე ჯგუფში ჩავერთე და დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში ადამიანი რომელიც იწყებდა გაზიარებას, კაი, კაცო, ასე ვარ და მე ისე მე ვიწყებდი უკვე ვაგზელებდი იმის, ანუ ბოლოს მითხეს რომ გეხვეწებიო რა დაიცავიო რეგლამენტი, ანუ ისეთი მოთხოვნილება რატომ მოუყევი ეს მქონდა რომ გამომეშვა ეს ყველაფერი რომელიც დაგროვილი მქონდა რომ მე არა როგორ გითხრა რა, აი სულ უცნობ ადამიანს რომელიც ჩემთვის მე გახდნენ, რა ოჯახის წევრები ვითვართ, ეხლა ძალიან ბევრთან აგერ ერთი აგზის, ეგერ შენახარ და ყველა ვიცი ხო ამ იმით იმაშობი. საზრდოობთ ესე ვთქვა. ამიტომ მოთხოვნილება ეგრევე გამიჩნდა. ხო, უყურე, მიუხედავად იმისა, ამ კითხვით მე მინდა რომ შენ დაგიბრუნდე, მაგრამ შენ რომელიც მანამდე სამეგობროში, უბანში ეგეთი ტიპი იყავი, რომელიც სულ ლაპარაკობდი და ეს პრობლემა არ ქონდა. აი ეს დაგროვება, საიდან დაგიგროვდა? ნახე, როგორც უკვე ვთქვი, საწყის ეტაპზე. ვიღაც, ანუ რაღაც თემები არის, რასაც ვერ ლაპარაკობ, ხო, ალბათ, არ ვიცი. ანუ რატომ მოგინდა იქ გაზიარება? როგორც ყველა ადამიანს რაღაც თემები არის, სურო ის იყო, რა ქვია, ძალიან რა ქვია, ექსტრავერტი ტიპი რაღაცა, მაინც არის რაღაცა, მაგრამ ჩემ შემთხვევაში ნახე რა მოხდა, როგორც უკვე ვთქვი, საწყის ეტაპზე, ხო? და ეს ეტაპი საკმაოდ დიდხანს გრძელდება. შიკალაჩი ხარ, რა, არ გიჩი პირიქით, ეს გეხმარება ყველაფერში, ესე თქვა და ეს არავინ არ მოიტყუოს თავი, რომ საწყის ეტაპზე даже კაი ანუ ადიქციაში არის ეს ტერმინოლოგია, სადაც საწყის ეტაპზე მეგობარი ქვია. რომ გიგوارებს ამ თემას. და ეს მაგრამ რაღაცა პერიოდის განმავლობაში ეს მე უკვე ის აღარ ვიყავ, ის ესე თქვა გუგა, რომელიც ყოველასთვის პირიქით ფსული იზოლაციისკენ არავინ აღარ მინდოდა და ეს კაი წლები გაგრძელდა. ეხლა მე მინდა კითხო შენ, როგორ მოახერხა გამოსავალმა და რა ხდება ეგეთი, ანუ ეს სისტემა როგორ აწყეთ, რომ აი გუგასნაირი ადამიანებისთვის შემოსვლის დღიდანვე აი ეს უსაფრთხო ზონა იქნება ცენტრში. კი, მაგაზე უნდა მეთქვა რა, წეგანაც მომივიდა ეს დაზრი, რომ ანუ ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, რომ ადამიანი უსაფრთხოდ თუ არ გრძნობს თავს, თუ არ გრძნობს, რომ სხვათაშორის გრძნობელობა ადიქციის პრობლემის მქონე ადამიანს ძალიან ისეთი მომატებული და ზუსტად გრძნობენ შენ გულწრფელი ხარ თუ არა რა, ანუ ასრულებ რამეს მანიპულაციაში ხარ, უმეტესობას ეს ემოციური ინტელექტი ასე ვთქვათ განვითარებული. ამიტომ ჩვენი ამოცანა იყო საწყისში, პირველი ესეთი ყველაზე რთული ამოცანა, რომ ყოფილიყავით გულწრფელები და ამ ადამიანებისთვის შეგვექნა ისეთი სივრცე, სადაც მათ მოუნდებოდათ საკუთარ ავთენტურ მეზე საუბარი. ანუ როგორია სინამდვილეში, ნიღბების გარეშე, იმან როგორი უნდა გნახოს შენ, აქ შენი ქცევა როგორი უნდა იყოს გამოვლენილი, იმან მე როგორ უნდა ილაპარაკოს შენთან, ჩემზე, რომ აი ზაზა ესეთი არ მიხვდი და ამის უსაფრთხოების განცდა თუ არა აქვს, ადამიანი ესე ვერ გაიხსნება. ხო, ხო და ეს იყო მნიშვნელოვანი კომპონენტი გარდამტეხი. ეხლა რაც ეგანაც გაჟღერდა, მაგალითი. ანუ ჩვენთან მომუშავე ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა ვართ ადამიანები, რომლებიც რასაც თავაზობთ ამ ადამიანებს რეალურ ცხოვრებაში სამ პრინციპების გამტარებლები ვართ. ის კი არა რომ ეხლა ნაბახუსებზე ამოსულიყავით ჩვენ და გუგა, იცი რა, ალკოჰოლი არ დალიო თუ რაღაც. ხო, ეს ხარ მუშაობს რა. ანუ მუშაობს რა, რომ შენმე რასაც მთავაზობ, გატესტილია, მას უკითხები უნდა გამიჩნდეს როგორც პრობლემის. ანუ ვინ გამოცადა, აგერ დაასახელა პიროვნებები, ვინც ეს ცადა და იმუშავა. ნახეს რომ ადამიანი რომელიც გარკვეული ცხოვრების წესით ცხოვრობდა
დღეს უკვე აბსოლუტურად ნაკვთებზე ეტყობა რომ შეცვლილია და პლუს ცხოვრების წესით, პრინციპებით, რაღაცა ღირებულებათა სისტემით და ასე შემდეგ. ხო, რაღაც საყრდენი აქვს შეცვლილი ეს იგრძნობა. და ეს არის ჩვენ სარეაბილიტაციო მოდელში წამყვანი ლოკომოტივი, რომელზეც არის მერე დაშენებული სხვადასხვა უამრავი ფსიქოლოგიური, ქცევითი თუ ასე შემდეგ რაღაც სატრენინგო მოდულები, რომელიც რა თქმა უნდა ასევე ეფექტურად მუშაობს კომპლექსში და არა თუ ცალკე აღებული. ანუ ადამიანები, რომლებმაც გაიარეს საკუთარ თავზე რაღაც გამოსილება მიიღეს, როგორც უარყოფით კონტექსტში და დღეს, ანუ ბენეფიტი რა აქვს, რომ აქვს ზურგს უკან გამოცდილება გამოჯამთელებისა. და ეს უკვე სარწმუნო ხდება, რომ თქვა წეგან რომ ნდობა გამიჩნდა და რწმენა რომ მეც გამომივა, ეს ამაზე, ანუ ეს თუ არ მოხდა დალინკვა, ძალიან ძნელია. ეხლა რა უნდა გელაპარაკონ ისეთი რომ კი, ძმა, ანუ გაყვე და გაიარო ის გზა, რომელსაც გთავაზობენ, ხო? ეს არის წამყვანი რა. ზაზა, მაშინ მოდი ეხლა ბარემ ძალიან მოკლედ რა და ძალიან ყოფით ენაზე რო ახსნა. საერთოდ სადაური მოდელია ეს დახურული რეაბილიტაცია რა და რა არის რომ აი ნახევრად დახურულს ვამბობთ რომ კარი ღია თუ გინდა გაღეს მარტივად კი ფრაგმენტულად ამიხსნია ამის მაგრამ აი წარმოვიდგინოთ რომ ეხა უყურებს ამას ადამიანს საერთოდ წარმოდგენა არ აქვს რა აი რეაბილიტაცია მისთვის არის რაღაცა ფეხი რომ ადამიანს მოტყდება იმის რეაბილიტაცია ფსიქოსოციო რეაბილიტაცია რა და ცენტრი როგორ მუშაობს აი ხვდები ეს რო არ არის ჩაკეტილი და თან ქალაგარეთ არის აი რა სისტემა რაღაც ამერიკულიც რო არის და კარგი პირველ რიგში უნდა ვთქვათ რომ გამოსავალმა გაბედა და თავის დროზე ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის კულტურის დანერგვა დაიწყო საქართველოში ამაზე აუცილებლად უნდა ვთქვათ ხო ეს იყო ისეთი წინ გადადგმული ნაბიჯი თუნდაც ნარკო და ალკოჰოლ და თამაშდამოკიდებულების რეაბილიტაციის მიმართულებით რომ ამან გამოიწვია პირველ რიგში რა რომ ვინ არიან ეს ადამიანები რას აკეთებენ როგორც ხშირად ხდება ხოლმე რაც ახალი ინერგიაა საქართველოში და ზოგადად ყველგან და დაიწყო ასე ვთქვათ დაკვირვება რა ანუ ძალიან დიდი ლუპის ქვეშ მოგვაქციეს რომ ყველამ ხო დარგში მომუშავე როგორც სამედიცინო მიმართულებამ, ნარკოლოგიამ, ფსიქიატრიამ, სხვა სოციალურმა სამსახურებმა, პოლიტიკურმა რაღაც ჯგუფებმა და ასე შემდეგ. და გამოიკვეთა რომ გამოსავალმა რა გააკეთა. აიღო ესე ვთქვათ მტკიცებულებითი მიდგომების რაღაც ერთობლიობა და შეეცადა რომ მშობლიურ ენაზე, ქართულ ენაზე, ქართულ მენტალობაზე მორგებული ჰიბრიდული მოდელი დაენერგა საქართველოში და მიეწოდებინათ ისეთი სერვისი ამ პრობლემის მქონე ადამიანებისთვის, როგორიც აქამდე საქართველოში არ ყოფილა. მაგრამ მთელ მსოფლიოში ერია პრობლემა. მთელ მსოფლიოში ხა ჩვენ სადაც ვთქვათ, ვნახეთ რეალურად როგორ მუშაობს ეს არის ვთქვათ ისრაელი, პოსტსაბჭოთა ქვეყნებშიც არის რაღაც მოდელები, მაგრამ ნებაყოფლობით მკურნალობას შედეგების გრძელვადიანი ეფექტურობის კუთხით ალტერნატივა არ აქვს. არსებობს იძულებითი მკურნალობის მეთოდები, სავალდებულო, გადაკეტილი გისოსებს მიღმა ასე შემდეგ. ანუ შესაძლოა გარე მოტივაციით ადამიანი შენამდე მოვიდეს ოჯახის გამო, ფინანსური კრიზისის გამო, რაღაც ეგზისტენციალური კითხვების გამო თუ რა მნიშვნელობა აქვს რაღაც ფაქტორების გამო, მაგრამ მთელი რეაბილიტაციის პროცესის ამოცანა რა არის, რომ ეს გარე მოტივაცია რამენაირად დავეხმაროთ ადამიანს, რომ გარდაიქმნეს შინაგან მოტივაციით. იმიტომ რომ ჩვენთან ის მთელი ცხოვრება ხო ვერ გაჩერდება. გაივლის იმ სარეაბილიტაციო პროგრამას რაღაც ეტაპზე და უნდა გავიდეს და იცხოვროს დამოუკიდებლად გარეთ. ანუ ჩვენ უნდა მოვამზადოთ ის ამისთვის. აი ეს ჩაკეტილობა რა შვება? რაში უშლის ხალხს? ჩაკეტილობა პირველ რიგში ბადებს ძალიან ბევრ უფლებრივ და ეთიკურ რაღაც კითხვებს, რომ ანუ ხო არ ირღვევა ადამიანის ავტონომია, ადამიანის მთავარი ღირებულება ხო არ ირღვევა რაც თავისუფლების აღკვეთას, ანუ ასოცირდება მაინც პენიტენციალურ და რაღაც იძულებით დაკავების დაწესებულებას. აი, ხა ოჯახის წევრი რო უყურებს, რომელიც თავის ოჯახის წევრს ვერაფერს ვერ უშვება. ის არის აგრესიული ხანდახან აი და უნდა რომ გადაარჩინოს და სადღაც რეკავს რომ აი წაიყვანეთ ვიღაცებს უთქვამთ რა რომ ნეტა იყოს რაღაც სერვისი რომ მოვიდეს წაიყვანოს ჩაკეტოს და უმკურნალოს არსებობს ესეთი პრაქტიკა ეხლა თუ ჩვენ საუბრობთ რაღაც თანხლებ ფსიქიატრიულ დიაგნოზებზე რასაკვირველია არსებობს საერთაშორისო პრაქტიკა სადაც კანონის საფუძველზე ოჯახის მიმართვიანობის საფუძველზეც კი არსებობს ამერიკის შეერთებული მაგრამ განსაკუთრებული ხო რაღაცა შემთხვევაში საფრთხეს უნდა წარმოადგენდეს საკუთარი ჯანმრთელობისთვის, საზოგადოებისთვის და საქართველოშიც ფსიქიატრიას აგეგ იძულებით რაღაცა მოთავსების პრაქტიკა
მოთამაშე რომ გამოკეტო, შეიძლება ცოტა ხანი არ ითამაშოს. ჩვენ თუ კონკრეტულად ადიქციაზე ვსაუბრობთ, სადაც ფსიქიატრიის რაღაც გამოკვეთილი პრობლემები არ არის, ხო, ესე თავსებადი თუ რა ქვია, თვალსაჩინო, ამ შემთხვევაში ნუ არ არის ეფექტური, მაგრამ გეთანხმებით რომ ოჯახისთვის მოკლევადიანი შვება შეიძლება იყოს. აი ხშირად ჩვენს გვეუბნებიან, რომ ბატონო ზაზა ცოცხალი იყოს და რას დავეცებ უკვე აქამდე რომ მიდის სასოწარკვეთილი ოჯახი ჩვენ კარგად გვესმის რომ შესაძლოა რაღაცა მათი დახმარებით ცოტა ხნით იზოლატორში მოთავსება შვება იყოს იმიტომ რომ სინთეზური რაღაც სტიმულატორები გავრცელდა ნარკოსცენაზე და შავ ბაზარზე და ეს ადამიანები იმდენად დაზიანებულები არიან რაღაც რიგ მომენტებში ვერაცნობიერებენ ზოგადად რას აკეთებენ და ის კრიტიკული მომენტი რამოდენიმე დღე სანამ ეს რაღაცა მწვავე ფაზა მოიხსნება შესაძლოა რომ კარგიც იყოს არ ვიცი ეს რომ გააკაუნ და მერე კითხონ აბა ეხა რა შვები მაგრამ ნუ ძირითადად მერე მიდიან. წაუკისის ცენტრზე რო გითხრა. აი მოდი აღწერე როგორი არის წაუკისის სახლი. და შენი გუნდის დამოკიდებულად თქვენ როგორ ხედავთ რა და რა მიგაჩნია წაუკისის ცენტრის უმნიშვნელოვანეს ან გამორჩეული ბენეფიტი რა აქვს? წავკისის ხეს ნახე ეს არის სახლი სადაც მე მივედი ბენეფიციარად და დღეს გამზვანელობ რა არის ეს ჩემთვის წარმოვიდგინე ოჯახიც არის სახლიც არის რავი მთელი სამყაროც არის და ყველაფერი ამიტომ ძალიან მიყვარს პირდაპირ შემიძლია განვაცხადო ეს სახლი მწყმარდები მანდ რომ მივდივარ დღესაც კი ეს შეგრძნება მაქვს ყველაზე ძლიერი მხარე რაც მანდ მუშაობს ეს არის გუნდი ერთნიშნულოვანეს ეგრეა დაწყებული აგერ აი ამ პატივცემული კი ბატონო და იმ ადამიანებით ვისთანაც ერთად მუშაობ ხო ყველა ის ადამიანი ვინც ჩემთან ერთად მუშაობს ესენი არიან ან ჩემთან ერთად აქვს გავლილი ეს პროცესი ან მე ვიყავი მათი კონსულტანტი ან ნუ მოკლედ ამ მაშინ აი რა სიტყვი მაგალითად გეგმარებაზე რა ეს სახლის დაგეგმარებას ოთახები სართულებს შორის ხვდები ანუ ისე არის ანუ რომ აი ეს ეხმარება იმიტომ მაგას ხო მნიშვნელობა რა თქმა უნდა ხო შენ ყველა სახში რეხავს ვერ გააკეთებ ხო ყველა სახში ნებისმიერ სახში რეხავს ვერ გააკეთებ რაღაცა უნდა აი ხა უკვე ჩემეც მაგალითად ზაზას მით უმეტეს მეც უკვე რო შევდივართ რაღაც სახში პირობითად ხო წარმოდგენა გვაქვს აი სახli რეხავისთვის იქნება კაი თუ არ იქნება კაი ხო იმიტომ რომ უნდა იყოს კონსულტანტის ოთახი ისეთი რომელიც იზოლირებული და თან ისეთ ადგილას სადაც შენ ესე თქვათ მონიტორინგს აწარმოებ პროცესებზე მარტივად უნდა ოთახების განლაგება იმ ოთახებში თქვათ ორი კაცი ჯერ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენ ცენტრში და ამას თავის დატვირთვა აქვს მარტო არავინ არ არის ესე ოთახში რა აი რატო არ არის მაგას მოთხოვნა აკეთებ რა რაღაც ქართველებს მინახავს მაგალითად ცენტრები სადაც ყავთ ესე ვთქვათ VIP კლიენტები რა და ჩვენ თავის დროზე გადავწყვიტეთ რომ საქართველოს სივრცეში პრივილეგირებული ბენეფიციარის ყოლა შეიძლება რისკებთან იყოს დაკავშირებული ერთი რომ ამ დაავადების ერთ-ერთ მხარეს რომელსაც ეგოცენტრულობა ამპარტავნება და ქედმაღლობა აღვივებს და ამაში არ დავეხმაროთ იმიტომ რომ ბევრი ფული აქვს და მარტო ის ლეპტოპი თავის ოთახში არა და არის მსგავსი პრაქტიკები კიდევ ერთხელ ვიტყვი თუმცა შესაძლოა არ გამოურიცხავ რომ ოდესღაც ეს ნელ-ნელა ეს კულტურა მაგრამ ამ ეტაპზე თქვათ არ არის ესეთი რა ძალიან აქტუალური მაგრამ ასევე თვითონ გუნდსაც რა რომ ის ადამიანი რომ მოდის თავის ფიქრებით, თავის წუხილით, თავის აი თუნდაც მოხმარების აღწევ ტოლვებით მარტო რომ დატოვო საკუთარ თავთან რომელიც მისი ასევე პირველი მტერია ხო ძალიან დიდი რისკია რომ რა თქვა სიდილას ჩემოდნებით და მოვიდეს და ისე რა კაი საქმეს აკეთებთ მაგრამ მე ჩემი წავალ და მივხედავ ჩემს ხალხო რატო არის ლეპტოპი ახსენე და ტელეფონი და ლეპტოპი რატომ არ შეიძლება რეაბილიტაციის პროცესში მარტივი მიზეზია გამას იმიტომ რომ საფრთხეები არსებობს რომ გარედან არ მოხდეს ნივთიერებების შემოტანა ვიღაცა შეყვარებულებთან და ოჯახის წევრებთან დაკონტაქტება რაც შესაძლოა ტრიგერი აღმოჩნდეს და ჩამრთველი მექანიზმი იმისა რომ ამ ადამიანს გაუჩნდეს ანუ ადიქციის პრობლემის მქონე ადამიანები ხო მარტივად ცვლიან საკუთარ გადაწყვეტილებებს სამი დღით ადრე შეიძლება მოვიდეს და всё ზაზა ეს ჩემი ყველაზე ისეთი გადაწყვეტილება
გადაწყვეტილებაა ჩემს ცხოვრებაში, აი ეს უნდა გადავწყვიტო, ჩემი გამოჯამთელება, იმიტომ და სამ დღეში გემრობიცი რა, აი ბავშვთან ეხა თუ არ წავედი, რაღაცა სკოლაში ის ძიძა მერე რაღაც ეთყვის, ანუ ვაფშე სხვა პრიორიტეტი შეიძლება გავუჩნდეს მომენტში რა. ამიტომ ეს კომუნიკაცია პირველ ეტაპზე არის შეზღუდული და ეს არის უსაფრთხოების ასე ვთქვათ ზომები რა. შემდგომ უკვე როდესაც მეორე თვე გრძელდება, მესამე თვე და ჩვენ ხედავთ რომ ჩართულობა მომატებულია, დასტაბილურებულია, პრიორიტეტი ნომერ პირველი დღესაც გამოჯამთელება რჩება. კვირაში ერთხელ შეთანხმებულ წინასწარ ნომრებთან, რომელიც ჩვენს მიერ გატესტილია და ვიცით რომ ნამდვილად ოჯახის წევრები არიან და საფრთხეს არ წარმოადგენს გლობალურს რაღაცა, ან ყოფილი მომხმარებლები ან რაღაც მსგავსი რაღაც ადამიანები, იქაც სპეციალური ინსტრუქტაჟით ხდება მე შეკავშირება და კვირაში ერთხელ მე რეკავს ჩვენ. ანუ რაღაც კონტაქტები ცხადია. კი, რა თქმა უნდა. კაი, თუ აი ადამიანებისგან გაგვიგია პირველად კონსულტაციაზე მოსული, აი რომ მე ვითომ დაბრკოლება არის მათთვის რომ აი საქმე მაქვს, სამსახური, ტელეფონი თუ არ მექნება, ვერ წამოვალ და ვითომ ამის გამო გამოჯამთელება იდება რა. აი მოდი ვიტყვით თუ შეიძლება. გამოსავალმა ასევე გაბედა და ამ წლების განმავლობაში შექმნა ძალიან ბევრი პრეცედენტი, რომელიც მაგალითად იმას რა ქვია, პირობითი მსჯავრების მქონე ადამიანებს ეხება. ხო, ანუ თითი თუ არ დაადო კვირაში ერთხელ, ფაქტია რომ შეიძლება იქ ოფიცერმა რაღაცა საქმე გაუფუჭოს, კიდევ უფრო დაამძიმოს და ასე შემდეგ. ანუ ჩვენ შევქმნით პრეცედენტი, როდესაც მათ ავუხსენით ჩვენ რას ვაკეთებდით, იმიტომ რომ პირველი წერილი რომ გავაგზავნეთ, ერთი 4 კაცმა დარეკა, რომ ვაში ვინები ხართ და რა რეაბილიტაცია, რა გამოსავალი, რა შესავალი და წლების წინ. ხო, წლების წინ და მოკლედ მე რომ გაგვიცნეს, ნახეს, მოვიდნენ ჩვენთან, ნახეს რას ვაკეთებთ რაღაცა, ანუ დღეს საპატიოდ ეთვლება რომ წერილს რომ მივწერთ, დღეს ეს ადამიანი ცდილობს რომ მისი ცხოვრება შეცვალოს, მოხმარებას თავი დაანებოს, კრიმინალურ ქცევას გაემიჯნოს ასე შემდეგ. ამ ადამიანებისთვის არის საკმარისი და უთვლიან საპატიოდ და რომ მორჩება რეაბილიტაციას ერთ ცნობას გავატანთ, მიუტანს და ანუ სახელმწიფო სტრუქტურებმა დაიწყეს თანამშრომლობა. მეორე პრეცედენტი კიდე სასამართლოზე მივყევით ადამიანს, რომელსაც დიდი ალბათობით აღკვეთის ღონისძიება შეუფარდებდნენ, ესეთი წინაპირობა ჰქონდა მისი ნარკოტიკულ დანაშაულზე და მივყევით და უთხარით მოსამართლეს, მოდი ერთი შანსი კიდე მივცეთ ამ ადამიანს, იმიტომ რომ რეაბილიტაციაში აპირებს წამოსვლას და ეხა ციხეში წასვლას და იქ რა ქვია ჯდომას საკანში იქნებ ეს ასე ვთქვათ გამოუვიდეს და გაითვალისწინეს და ეს პრეცედენტი შექმნა. ანუ ყველა ჯერზე გვიწევდა რაღაცა პრეცედენტები შექმნა და დღესაც მაგაში ვართ რა. ამიტომ აი ეს ამბავი რომ რატო ხდება და რისთვის ხდება, ნუ ყველაფერს არის წინაპირობა და მე ეხა შენ წავგის წარმოადგენ სხვა გადაცემებში მეორე ცენტრის თანამშრომლების გვეყოლება მე აუცილებლად. რავი ხა კი არ შეგაჯიბრებთ, მაგრამ ის არის რა ქვია, მინდა რომ ხალხმა დაინახოს რა, რომ მიუხედავად იმისა, რომ დახურული ქვია, რეალურად ღია ვართ იმისთვის რომ ვანახოთ შეგინთ რა ხდება. მოდი ვილაპარაკოთ ერთ დღეზე, აი რაღაც ერთი დღე, რისგან შედგება, რატომ არ მოიწყენს ბენეფიციარი რეაბილიტაციაში, აქვს თუ არა მოწყენის დრო და საშუალება და რა აქტივობებია ისეთი, რომელიც ეხმარება აი თერაპიული ის აქვს დატვირთვა. ხო, ნახე, ზაზამ თქვა ხა ახსენა რომ ჩვენ რაღაცა ეს ჰიბრიდული რაღაცის შევქმენით, მორგებული აქაურ იმას, დავამატებ რომ მორგებული კი ქართულ მენტალიტეტად, მაგრამ ის პრინციპები რაც თავის დროზე დაინერგა, ხო? თქვა სხვადასხვა მიმართულება, აი მინესოტური მოდელი მაგალითად, ხო? აი რომელიც გულისხმობს თავის თავში იმ ადამიანების ჩართულობას, ვინც უკვე გაიარეს ეს პროცესი და ეს ქცევით კოგნიტური თერაპია და ასე შემდეგ, ხო? რომელიც ყველაზე ესე თქვა წარმატებული აღმოჩნდა, ხო? ფსიქოლოგიის კუთხით აი ამ მუშაობაში ამ ბენეფიციარებთან, ხო? აქედან აი ამ ესე ვთქვათ მიმართულებებიდან შეიქმნა რაღაცა განრიგი, რაღაცა დღის აქტივობები, ხო, რომელიც ეხმარება ადამიანს იმ 4 კომპონენტის ესე ვთქვათ აღდგენაში, რასაც ქვია ბიო, ფსიქო, სოციო, სულიერი ასპექტები, ხო? რაც არის გენის პროგრამა. ხო, პიროვნების მდგენელი რაც არის, ხო? მისი ფიზიოლოგია, მისი ფსიქოლოგია, რუტინა, ძილის რეჟიმი, კვების რეჟიმი, ანუ კომპლექსური რაღაცა აუცილებლად უნდა ვთქვათ.
მე არ მინდა ეხა ეს რაღაცა იმით გამოვიდეთ სიტყვა სისუსტეც ჭყალებში ვსვა, მაგრამ ამ პროგრამის ალბათ ესე თქვა შეგვიძლია თქვა სისუსტე რაც არის, ეს არის რაც თქვით ნებაყოფლობითობის პრინციპი, ანუ ადამიანს თუ არ უნდა გამაჯამთელება, ძალით ვერავის ვერ გამოაჯამთელებს. აქვე კომენტარს გავაკეთებ, რომ დღევანდელი მიდგომებით ამ საერთაშორისო პრაქტიკა როგორია. ამბობენ ესეთ რამეს რა, რომ ადამიანს თუ არ უნდა მასზე რესურსის დახარჯვაც კი არ ღირსო რა, იმიტომ რომ ის რესურსი შეიძლება იმ ადამიანს მოახმარო, რომელიც გადარჩეს. ხვდები? ანუ სიკვდილ სიცოცხლის საკითხია და ეხლა ვიჯდეთ ჩვენ და ვითამაშოთ და ვიღაცას ასე ვთქვათ დავახარჯოთ ის რესურსი, მათ შორის ოჯახის რესურსი იხარჯება. შენ კარგად იცი რომ ხელმისაწვდომობა დღეს ძალიან დაბალია, ხო? ანუ ხელმოუჭირნე ოჯახებს უჭირთ რეაბილიტაციაში წამოსვლა და ეხლა ჩვენ კი მუშაობთ ამ მართულებით და შენ ყველაზე კარგად იცი ეს და მე ალბათ შენ თვითონ იტყვი, მაგრამ ხო ხტები ოჯახს თანხები გადავახტევინო, თან ჩვენც ხო რაღაც პრინციპებით ხელმძღვანელობთ ხა. თუ ხედავთ რომ ადამიანს არ უნდა ვეუბნებით ოჯახს, რომ მოდი ამას თავი დავანებოთ და მოდი თქვენთან გავაგზავნოთ მუშაობა, როგორ უნდა იცხოვროთ ამ პრობლემის მქონე ადამიანთან, როგორ უნდა იურთიერთოთ ამ ადამიანთან, როგორ უნდა მართოთ თქვენი ემოციები, რეგულაცია როგორ უნდა მოახდინოთ, როგორ უნდა გახდეთ უფრო ასერტულები და დაეხმაროთ ამ ადამიანს, რომ გაიაზროს მართლა რა მდგომარეობაში. ძალიან კომპლექსური მუშაობა. აქედან გამომდინარე, რომ ადამიანი მოდის, რომელსაც აი როგორც უკვე თქვით, რაღაც გარე მოტივაციით მოვიდა, რომელიც ძირითადად ესე მოდის. ხო, ეხლა ესე ვთქვათ, ძალიან უხეშად ვიძახე, 70-30-ზე, როდესაც ადამიანი მოდის შიდა მოტივაციით, მოვიდა გარე მოტივაციით. ეხლა ყველაფერი რაც გარე მოტივაცია ახსნათ, რომ ვიღაცის ხათრი, დედის, ოჯახის, სამსახურში პრობლემა, მაგრამ ამიტომ კი ბატონო, რომელიც აუცილებლად უნდა გადაიზარდოს რაღაცა პროცესების მერე შიდა მოტივაციაში ადამიანი მიხვდეს რისთვის აკეთებს ამას. მას იქ ხვდება ზღვა თეორიული მასალის, რომელიც მას დაეხმარება უკვე იმ კითხვებზე პასუხის გაცემაში, რატო ფუნქციონირებდა ესე, რატო იმაშველებოდა ესე, თქვა ეს სესიები იქნება თეორიული მასალა, წერითი რაღაცა ისინი, ხო, დავალებები თუ ასე შემდეგ. მერე უკვე მას აქედან გამომდინარეც უჩნდება შიდა მოტივაცია, რომ უკვე რაღაცა გადაწყვეტილებებს რო იღებს, გააზრებულად ხედავს, რომ ეს ეხმარება მას, ხო? შეიძლება დავამატებ რა, ნახე. ყველაზე რთული გზა ავირჩიეთ რა. ყველაზე რთული გზა ავირჩიეთ სინამდვილეში. ანუ მარტივი გზა რა, ის რომ გაურიგდე სახელმწიფო სტრუქტურებს, ვიღაც სხვადასხვა დაწესებულებებს და კონდეს ისეთი სივრცე, სადაც ამ ადამიანებს დაყოვნების პერიოდში პრობლემა არ ექნება. და ხა იზოლებით რომ ჩაკეტო ეს ადამიანები ფიზიკურად ნივთიერებას ხო ვერ მოიხმარს, მაგრამ მოგვარდება მისი რეალური პრობლემები მხოლოდ თავშეკავებით, ესეთი კითხვა გაჩნდა, ვერ მოგვარდება. ანუ კვლევები და გამოცდილება აჩვენებს, რომ დროებითი ესეთი მოთავსების ბანაკები, იზოლატორები, პენტენციალური დაწესებულებები და ასე შემდეგ, ჯერ ერთი უფლებრივ და ესე ვთქვათ ნაწილში ძალიან აზიანებს ამ ადამიანებს და ასევე ტრავმულ და ნეგატიურ გამოცდილებას იღებენ, პლუს ამას თვითონ ნივთიერებების მოხმარებასთან დაკავშირებითაც ეფექტური არ არის. ანუ ეს ადამიანები გამოდიან, იმიტომ ქრონიკულია დაავადება და ძალიან ხშირია რეციდივის მაჩვენებელი ძალიან მაღალი. ანუ უბრუნდებიან მოხმარებას. ციხეც რო არასწორებს. ამიტომ ამბობთ, რომ ანუ რატო გავარდა ეს ხმა, რომ ანუ შედეგზე ორიენტირებული მიდგომები მუშაობთ, ხო? და რაღაცა კარგი შედეგები რო იდება და ბევრი ადამიანი რო ახერხებს გწევადიან მისიას. დაახლოებით რა არის გამოსავლის მაჩვენებლები? აი ნახეთ, აი აქვე ვიტყვი აუცილებლად, რომ კურნალობაში დაყოვნების დრო განსაზღვრავს ეფექტურობას. ეს რას ნიშნავს? გადავთარგმნი მარტივ ენაზე. გაიარე რაღაც ერთთვიანი სარეაბილიტაციო კურსი და წამოხვედი და ვთქვა ცდილობს 10% არის წარმატება. 3 თვე გაიარე, არის 45%. 6 თვე გაიარე პოსტრეაბილიტაციასთან ერთად პროგრამა 71, ანუ როგორ იზრდება პროცენტული მაჩვენებელი, იმიტომ რომ უფრო დიდი დრო დაყავი იმ სივრცეში და იმ ადამიანებთან, რომლებიც გეხმარებიან, რომ იპოვოს საყრდენი, რომელსაც მე ოღონდ ეხლა ვამბობ მე 1 წელი და ზემოთ რემისიებს და არა მართლა 5 თვე რო შენთან იყო და იმ 5 თვეს ხوار ჩაუთვლი, ხა ისედაც ფხიზელი იქნებოდა, ციხეში რო ყოფილიყო რა. ეს არის განსხვავებული. ნახე რა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რაც ხდება სარეაბილიტაციო პროცესში. რა თქმა უნდა, ყველაფერი იწყება ესე ვთქვათ ნივთიერებებისთან გაჩერებით, ესე ვთქვათ მოხმარების, თამაშის და ასე შემდეგ, რაზეც ჩვენ მუშაობთ. მაგრამ ყველაზე მთავარი რაც იძლევა საბოლოო ჯამში შედეგს, ეს არის მათში იწყება სოფლმხედველობითი ცვლილებები. ანუ სამყაროს ისინი აღარ უყურებენ ისე როგორც უყურებდნენ შემოსვლამდე. ამის გარეშე შენ შედეგს ამის გარეშე რა არის, რომ რაღაცა ცოტა ხანი იქნები ფხიზელი და მე ისევ დაუბრუნე. ანუ შენ იქ იქნება რაღაცა ბაზა,
რაზეც მე გარეთ აი ამ ველურ პირობებში, ხო? შენ ახერხებ ინსტრუმენტებით, იმ საზოგადოებით გამოჯამთელების, იმ ხალხით, ვინც შენთან ერთად არის, უკვე იწყებ გარეთ იწყებ. იქ შენება არაფერს არ ხდება. იქ ბაზის შექმნა ხდება. 3 თვეში შენ ვერ ააშენებ რაღაცა იმას, ხო? ან მაგრამ ისეთი მძლავრი პროცესი მიმდინარეობს, იქ აი ამ რასაც ვეძახით, აი ამ საფრთხეობრივ თვითცვლილებას და ამიტომ რომ აი განყენებულად შენ ხა ვიღაცა ისეთი ადამიანი მოიყვანო, ვინც ამაში ესე თქვა ვერ ერკვევა, ცოტა შეიძლება კითხვები გაუჩნდეს, რომ სად ბოლო გაჩხერა და დალევა და სად თქვენს რაზეც აქ საუბრობთო, რა მაღალფარ არა, აი ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ იმ ადამიანმა გუგა რო თქვა, ნახე, რომ მოიხმარ ნივთიერებებს, იმიტომ კი არ ხარ ცუდად რო ხარ, იმიტომ მოიხმარ ნივთიერებებს და ამ მიზეზებს თუ არ უმკურნალე, ანუ არ გაქრება მოხმარების საჭიროება, ხდები? იმის გამო მაშინ კითხვა, რატომ ბრუნდება ზოგი ადამიანი მოხმარებაში ხანგრძლივი რემისიის მერე? აი ეგ არის ძალიან საინტერესო დღეს უკვე რელაპსი და ჩავარდნა ითვლება მკურნალობის ნაწილად და არც ერთო ადრე იყო როგორც მარცხი და ხშირად ეხლა ჩვენც ალბათ გვსვენია რომ აუ ჩავარდა და ვსოთ ანუ უწყვეტი გამოჯამთელების ძალიან ბევრი მაგალითი გვაქვს მაგრამ ასევე არის ძალიან ბევრი შემთხვევა როდესაც ადამიანი ვარდება რა არის მიზეზი მიზეზი არის ის რომ სადღაცას რაღაცა შემეშალა, რაღაცა რეკომენდაცია დავარღვიე, რაღაცა ვერ გავითვალისწინე, რაღაცა სერიოზულად ვერ აღვიქვი, ანუ მეგონა, არ მეგონა და ანუ ლაფსია რა პატარა, რომელიც შეიძლება გახდეს საფუძველი რომ მეორე ჯერზე იგივე შეცდომები არ დაუშვა. თუ გავაკეთებ ჩავარდნის პრევენციაზე ვიმუშავებ, ანალიზ გავაკეთებ რა მივიყვანა ჩავარდნამდე და ასე შემდეგ. ანუ მიზეზი ბევრი შეიძლება დატრიგერდა, რაღაცა მაპროვოცირებელი შემთხვევა მოხდა, ტრაგედია შეემთხვა, რაღაცა ოჯახი ხო, ან ფინანსურად ისე გაიჭედა, იმიტომ რომ სოციალური ფაქტორი ძალიან მარტოობა რა, ურთიერთობაში პრობლემა. მეორე მიზეზი შეიძლება იყოს მიზეზები, არის სუბიექტური, ხალხ რა დალევს ჩვენთან ობიექტურ მიზეზებს და სუბიექტურის თუ დაამატე და კარგად. თუმცა აქ უნდა ვთქვათ რომ ჩვენ ამ ადამიანებს ხელს არც ერთ ვარენტში არ ვკრავთ, არც მორალურ ზნეობრივ ჭრილში არ ვამბობთ რა. აუ ჩავარდა ჩვენიანი. პირიქით ვეუნებით რომ კარგი იყო რომ არ ჩავარდი, არა უშავს, მოდი და ერთად დავამუშავო. და მე მათი თუ რეაბილიტაციაში ბრუნდება ეს ადამიანი, ოდნავ პროგრამას შეცვლილია, ხო? ანუ ნოლიდან კი არის სხვა. კი, ძალიან აი ხა დაახლოებით 1 წელია უკვე ეს დაინერგა ეს მიმართულება, ეს არის რელაპსის ანალიზი და პრევენცია, ახალი დავალებები, წერითი დავალებები შედგა, ესე და ძალიან მე ვთვლი რომ ხა ჩვენ ხელში გადის ეს ყველაფერი და ამას ვუყურებთ ყველაფერს და ერთიო რა თქმა უნდა, კი, ძალიან მაგრამ მუშაობს და ძალიან გვაყოფილია. მოდი ცოტა ოჯახის ნაწილზე გადავიდეთ. თქვენი აზრით, ვინ უფრო იტანჯება, დამოკიდებული ადამიანი თუ მისი ოჯახი? მოხმარებაში როცა არის ადამიანი. მე გულწრფელად რო გითხრათ, მგონია რომ ოჯახის წევრი, იმიტომ რომ მოხმარებლებს თუ ნივთიერებას მოიხმარს, თუ მშრალ, ასე ვთქვათ, ქცევით ადიქციებს გვერდზე გავწევთ, როგორც გემბლინგია და გეიმინგი. ანუ ნივთიერებების მოხმარებლები რაღაც ანესთეზიის საშუალება აქვთ რა, ანუ წავა რაღაც პრობლემა კი აქვს, მაგრამ ცოტა ხნით მაინც გაიყუჩებს, დალევს, მოწევს, თუ კაი ამნიშნულობა ფორმას როგორ მიიღებს, ნივთიერება შეყავს ორგანიზმში და ცოტა ხნით ეს პრობლემა ავიწყდება და თანადამოკიდებულები, ანუ ოჯახის წევრები არიან სვამ მძაფრი ემოციების განცდის ქვეშ და სხვათა შორის ძალიან ბევრ სომატური დაავადებები ულინდება, როგორიც არის ქრონიკული თავის ტკივილები, ჰიპერტენზია, გულის უკმარისობა, ძალიან ბევრი. ყველაზე ხშირად მშობლები რა შეცდომას უშვებენ? ყველაზე თანადამოკიდებული მშობლები. აი ნახე, მაგაზე ესეთი მნიშვნელოვანი პასუხი არ არის, მაგრამ მაინც ყველაზე ხშირად რაც ვლინდება ხოლმე არის ის, რომ ვერ აკეთებენ ემოციურ ეგრეთ წოდებულ ჭიპლარის გადაჭრას რა. ანუ ცივი გონებით ვერ ფუნქციონირებენ, იმიტომ რომ შვილთან ემოციურ ბმა საკმაოდ მძლავრია და ვიღაცა გვერდიდან რო ვეუნებით, რომ იცით რა, თქვენ სიყვარული თუ უნდა გაუშვათ, ან ჩაიხსენეთ, ანუ ვერ აკეთებს ადამიანი, ჩაიხსენეთ. ნახე, პასუხისმგებლობების დელეგირება, ესე ვთქვათ, ხო? ეს როდესაც შენ გაქვს რაღაცა კომპანია, რაღაც იქა რთული და შენ ოჯახში ის განსაზღვროს რა დროს ძალიან ისე რო ვთქვათ, ჩვენ ადამიანურ ენაზე რომ როდესაც შენ ეუბნები რომ მე შენ კარს გადაგიკეტავ და შენ თუ გააგზებ აღარ შემოგიშვებ შენ თუ ამას ეუბნები ეს უნდა გააკეთო
მაგრამ თან უნდა ხვდებოდო ეს რისკებთან არის ამიტომ მარტივი არ არის მეც ვიღაცამ მომწერა დედამ სხვათა შორისო ძალიან რთულიაო და რაღაც მიმოწერა დამჭირდა მის სასახსნელად რატო ვახსენე ეგ ჩახსნა და მართლა ძალიან რთულია რა არა ეს მთელი პროცესია რომ ეგ თუ არ გადის ესე აუხსნა ადამიანს ხო ჩანთით გაგვახავენ თუმცა აქ უნდა გავაკეთოთ კომენტარი რომ ნახეთ ის მშობელი თავისი ძველი მიდგომებით და გამოცდილებითაც ხო ცდილობდა დახმარებას გადარჩენით დევნით ლომბარდიდან რაღაც პრობლემების მოგვარებით და შემდეგ მაგრამ ამა ხო არ იმუშავა ამიტომ რაღაცა ალტერნატივაა შესამუშავებელი რა გამოჯამრთელებაში თქვენს პრაქტიკაში ორივესთან მაქვს კითხვა აი რომ რა кейსი გახსენდებათ რამაც გაგაოცათ როგორც შედეგმა რა იმიტომ რომ აი ეს მოლოდინი არ გქონდა და აი მე ერთმნიშვნელოვნად და რაც დღემდე აი ჩემთვის ესა სიმშვიდე იმიტომ რომ მე ესე ვთქვათ ბევრი პერიპეტიაც ვნახე ამ ცხოვრებაში, კარგათაც ვიყავი, ცუდათაც ვიყავი, ისეც ვიყავი, ასეც საქართველოს ხალხი ყველგან მე კარგად ვიყავი, ცუდად ვიყავი, მე შენ თავზე ამბობ. ხო, რა თქმა უნდა. ეხლა მე გეუბნები სხვა ადამიანის ბენეფიციაში. ბენეფიციაში, აუ, რამდენიც გინდა, იმიტომ რომ ადამიანები აი რამე ერთი მთავარი არ გახსენდება? ან თუ ქონიათ ეგეთი განცდა, რომ რავი აი ესეთი მძიმე кейსია, რომ ეს ამას არაფერი არ შედა, უცბად სასწაული მოხდა. მაგას გულისხმობდი ზუსტად, რომ ჩვენ ერთი კი არა, ძალიან ბევრი кейსი იყო ეგეთი, რომ აი ზაზასთვისაც მithქვია, რომ ზაზა რა უნდა გავაკეთოთ ეხლა ჩვენ აქ ხო? მაგრამ აი უბრალოდ აი როგორც გამოჯამრთელებაში შენი საქმე აკეთე და ეს ყველაფერი წამოგეწევა, ზუსტად აი ხო არ გაუმას ვიზავთ ეხლა ბოლო. არის შემთხვევები, როდესაც ჩვენ ეხლა აი ზაზამეს კიდე უკეთ იცის, იმიტომ რომ პირველი ესე ვთქვათ შეხებაც აქვს, ვეუბნებით ზოგ შემთხვევაში, რომ ჩვენ ჩვენი თემა არა ყოფილი რაღაცა კოგნიტიური უნარების დაზიანება, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა ძალიან აშკარაა, ხშირად გვითქვამს, რომ ამ ეტაპზე არ არის მზად, რომ ის არის რეაბილიტაციო, ანუ ეგ გაუკეთებია. თუმცა პროგნოზების გაკეთებისგან უკვე თავს ვიკავებ, იმიტომ რომ რაღაცა გაჟერდა, რომ ისეთი ტიპები გამოჯანმრთელებულან, რომ გითქვა თავიდან, რომ აი აზრი არ აქვს და მეორე გვითქვამს, რომ აუ რა მაგრად მიდის და მე ამიტომ პროგნოზის გაკეთება ძალიან რთულია, ჩვენ როგორც გუგამ თქვა, ვცდილობთ რომ ვაკეთოთ ჩვენი გასაკეთებელი და შედეგები გადავაბაროთ მაღალ ძალას, ღმერთს, კოსმოსს და ასე. ეს რა ქვია? როგორ ეხმარება აუზი არის წავკიში და საუნას არის. აი ეგ როგორ ეხმარება გამოჯამრთელებაში და რაღაც პერიოდებია როცა ამის საშუალება აქვს თუ შეუძლია ჩავიდეთ. არა, ნახე, ესეც ყველაფერი არის გაწერილი. რა თქმა უნდა ინდივიდუალური მიდგომებიც, ესე ვთქვათ, უკვე ეს იმ ადამიანებზე დამოკიდებული, ვინც ცენტრში მუშაობს, თუ მაგალითად შენ საათობრივად დაუნიშნავ ამ აუზს, თუ თქვათ, აი ზაფხულში როგორ არის ხოლმე? შეუძლიათ უბრალოდ აი ახლა მე ჩემ მიდგომას გეტყვი რა, ჩემთვის თავარია დაიცვას ის ესე ვთქვათ საათობრივი გრაფიკი, რაც მათთვისვე არის, ხო, ძალიან მნიშვნელოვანი, რომ თქვათ ეს დისციპლინის მომენტი იყოს დაცული. და თქვათ, როდესაც 2:15 აკლე იწყება სესია, ამ სესიისთვის 2:15 აკლე სველები არ უნდა დაჯდნენ, ხო, ამ იმაზე. ამიტომ შენ თავარია გამოიმუშავე ის, რომ შენ 2:30-ზე მზად იყო, და მანამდე შეგიძლია აუში იყოს. ხო რა. და ეგ აი მართლა ეხ გამიგია რა, რომ აი საუნაც რატო ეხმარება ხო ამ რაღაცა ორგანიზმის რელაქსისათვის შლაკების გამოტანა ეგეთი კომპონენტები რეაბილიტაციაში ანუ აი რაღაც პროცენტულობ რო ავიღოთ რა წილი მოდის იმაზე რომ სხეულის ფორმაში კონდეს რა და მაგ აუზის და საუნის გარდა მე დავამატებ კიდე რომ არის იოგის ესე თქვა კვირაში ორჯერ იოგა და რელაქსაცია ვარჯიში იოგა რელაქსაცია პინგ-პონგის ჩარო ანუ რაღაცები ის არის სამაგიდო თამაშებია ცოტა რომ იმას ეხა ერთს კიდე დავამატებ მაგალითად კინო ჩვენებაც არის მაგალითად აი ეხა პირველად დიღომში დავიწყეთ შენ გახსოვს და ესე თქვა ზაზას რო უთხარი დიდი სიამოვნები დათოხდა და რაღა დრო თუ გვაქვს მაგალითად რაღაცა თუ ძალიან ესეთი ჩეპე არ არის კვირაში ერთხელ მაგალითად მე ვცდილობ ორ კვირაში ერთხელ თქვათ ესე რაღაცა სესია წაუკითხო მაგალითად ისტორიაზე ხო რაღაცა შემეცნებით რომ ეს გამახსენდა
ამით მინდა რომ ხალხმა დაინახოს რომ ანუ საინტერესოა რა ის ყველაფერი არ თერაპიადან გავიწდა ბევრი ტრენინგებია როგორი თამაშები მე რაც მგონია რომ ძალიან ის იქნება განსაკუთრებით ზაფხულში რომ საღამოობით ცენტრიდან ხალხი გადის და სეირნობს არა? ანუ იმ ქუჩის ტერიტორიაზე მიდის სეირნობა. ხან ტყე არის თუ რაღაც ახლომდებარე რა. პარკია, ტყე არის. რო გარეთ მთლად ამ ჩაკეტილობაში კი ახლა მიუხედავად იმისა რომ ძალიან დიდი ეზოა. ეს ამ ჯგუფს შეუძლია რომ ზედამხედველობის ქვეშ რაღაცა წრეებზე იაროს. გასვლითი ღონისძიებები ზოგადად ხომ ეგრეთ წოდებული პიკნიკები მაგალითად რა პრაქტიკაში როცა დავამზადებთ რაღაც სენდვიჩებს ჩვენით ჩავალაგებთ რაღაცეებში და მე რამოდენიმე მანქა წავალთ. აი რა სენდვიჩებზე გადავიდეთ. კვება რამდენად მნიშვნელოვანია რეაბილიტაციაში და რის მიხედვით არის შედგენილი კვება? ჩემთვის ტკივნეობის საკითხია, ამიტომ ხო, ნახე ხშირ შემთხვევაში თუ არ მოხდა რაღაცა მართვა ამ იმისი ადამიანების ხა გაურბით, რაც ძალიან ბუნებრივიც არის, ხო, ადიქციის გამოვლენა ეგეც, თქვათ, არ გადაიზარდოს კვებით აშლილობაში, იმიტომ რომ ესე თქვათ, გამოჯამთველის ერთ-ერთი ნიშანი არის, რომ ადამიანს უბრუნდება მადა, ხო? და აი რა მადა მე დამებრუნდა მადა და კონტროლო კვებაში რა კონკურსიურ კვებაში არ გადაიზარდები ამიტომ მე ეხა მენიუ მაგალითად ისე გვაქვს ვცდილობთ ისე გავწეროთ ეს მენიუ რომ თქვათ ჯანსაღი იყოს ჯერ ეს ერთი და ის კომპონენტები მაგალითად რაღაც არ მინდა ეხა დავასახელო რომელიც თქვათ ითვლება რომ არ არის ჯანსაღი ამოღებული გვაქვს სალათები თქვათ ისინი აი ისეა შედგენილი რა უფრო ისეთი ცილა და სებული რაღაცა იყო საღამოს ცოტა შედარებით უფრო მსუბუქი პირობი. ეხლა ვილაპარაკოთ იმაზე, რომ ადამიანებს, ანუ ვინც იქ ცხოვრობს, ყოველ კვირას წერენ სიას რა უნდათ და ოჯახის წევრები უგზავნიან, ხო? ანუ ანსაცვლიდან და ესე კი არ არის რომ წავიდა და მოწყდა ამ სამყაროს. უნდათ არ არის, იმიტომ რომ ბევრი რაღაცა უნდათ, ხო? ნუ აი რაც აუცილებლად ჭირდება. და ასევე შეიძლება იქ იყოს რაღაც განსაკუთრებული დოზირებულად რაღაც, მაგალითად ძალიან თუ ტკბილი მოუნდა, ხო? შეიძლება. კი ბატონო, კი. დაბადების დღეებზე შეუულიათ გამოუგზავნო რაღაცა ესე რა მართლა იმ სისტემაში კი ხარ. ხო, ეს სისტემა რო თქვათ რა, რომ ანუ თქვენ რო თქვათ უბრალოდ რომ ეს ბმა, კი არა, ეს კონტაქტი არ წყდება და თუ ვინმეს რამე დაჭირდება, რეკავს და იმას გამოუგზავნიან. რა თქმა უნდა, ხო. არის რაღაც, ანუ ყველაფერი არის შედგენილი იმ კუთხით რომ ადამიანი უნდა იყოს უსაფრთხო და უსაფრთხო მარტო იმას კი არ ნიშნავს რომ იქ რაღაცა ტისკი არ შეუვიდეს ან რაღაცა შეუვიდეს უნდა გზნობა ანუ დაცული უნდა იყოს გარე სამყაროსგან ამ ტრიგერებისგან იმისგან ამიტომ ახლა მუდმივად შენ სამ დღეში ერთხელ ნაპოლეონი შემოვა ეგეც ახლა ხვდები აი თვითდისციპლინის კომპონენტზე უნდა ვთქვათ იმიტომ რომ რეაბილიტაცია გაჯერებულია თვითზრუნვაზე ორიენტირებული მაგალითად ანუ აი გასარეცხად გავატანთ ანსაცმელს და მე ამომიტანონ ეგ არ მოსულა რა და რატო? იმიტომ რომ გვაქვს სარეცხი მანქანების ოთახი, სადაც ვიღაც ადამიანი ერთ აქვს ფუნქცია კონკრეტულად და ის არის ეგრეთ წოდებული ფრეშმენი, პირობითად რო ვთქვა და ის მოკლედ არეგულირებს იქ რეცხვის პროცესებს და ეს ადამიანები სწავლობენ როგორ ირთვება სარეცხი მანქანა, სარეცხის თხის უნდა ჩავასხა, ეს როგორ უნდა ჩავდო, როგორ უნდა ამოვიღო, როგორ ანუ ეხა თუ გასარეცხადაც უნარებს ყველაფერს ელემენტარული რეაბილიტაცია კი ქვია, მაგრამ ხშირად აბილიტაციაც არის. ანუ ადამიანები თავიდან რაც არ უკეთებიათ თენი ცხოვრება, სწავლობენ რაღაცა უნარჩვევებს. კერძებსაც ხომ ამზადებენ ხალხი. კი, ჩვენ ხა შაბათ კვირასაც ალბათ მაგას რა თერაპიული დატვირთვა აქვს, რომ საჭმელს ერთად ამზადებენ. ჯერ ერთი ის რომ როგორც ოჯახის როგორც სისტემაში მონაწილეობის განცდა არის, რომ ყოველთვის, ანუ არ არის ვინმე სახში ვალდებული ყოველთვის უკეთოს საჭმელი ვიღაც სხვა ადამიანები. ანუ ის რომ თვითონაც შეიძლება რომ სხვაზე იზრუნოს, აბა იქნებ იმ ადამიანს არცალია და მოდი ახლა შენ, ის რომ მე ეს თანაბარ უფლებიანობაა და მე რო დღეს ვიყავი და ეხა ვარ, ხვალ შეიძლება გუგა იყოს და სხვა იყოს. ანუ მე ერთად ხდებიან, ერთად ჭამენ, ეს ძალიან მაგრამ რა არის, იცი, აი რაც მეც ვიგძენი იქ რაც კაი გაგებით დამემართა ესე ვთქვათ ხო სხვადასხვა სოციალური წრის სხვადასხვა ისტორიის სხვადასხვა წარმომავლობის სხვადასხვა ესე ვთქვათ ბექგრაუნდის ადამიანები პირობითად 15 კაცი ერთ სახლში ისე რომ ცხოვრებაში ერთმანეთს ეგენი რომ შეხვედროდნენ თუ შეხვდებოდნენ როგორ ვთქვათ რა საჩალიშოდ თუ შემთხვევით გადაეყრებოდნენ და ანუ
ვერ დაამყარებდნენ და ისეთი ჯანსაღი და ისეთი გულწრფელი ურთიერთობა ყალიბდება, ხო? ეხლა ჩემი გამოცდილებასაც ვიძახი, ხო ამეთი, ხო ადამიანის მე ვიღაც პირობითად ვიღაცა ადამიანს, αλλά ვერასოდეს ვერ შევხვდებოდი რა, არ გადავიყრებოდით, ხო? ესე და თუ შევხვდებოდი, კარგზე არაფერზე არ შევხვდებოდი. და იმ ადამიანთან მე დღეს ჩამოყალიბებული მაქვს, არაფერი არ მინდა გარდა იმისა, რომ ის ადამიანი იყოს კარგად და იმას არაფერი არ უნდა რომ მე ვიყო და ეს გულწრფელი ურთიერთობა. ეს ძალიან მძლავრი მექანიზმია იმისთვის, რომ რატომ არის რომ სხვადასხვა ტიპის დამოკიდებულების მქონე სხვადასხვა გამოვლინებების ხო, ანუ მოთამაშე, ალკოჰოლზე დამოკიდებული და ნივთიერებებზე დამოკიდებული ადამიანი ერთად რატომ ცხოვრობს და რატომ გადის რეაბილიტაციას? ანუ მათზე ცალ-ცალკე მორგებული პროგრამები არისო საჭირო ეს კითხვა ჩდება ხოლმე, რომ აი მე თუ მოთამაშეა და ქცევითი ადიქცია მაქვს, რატომ უნდა ვიცხოვრო ალკოდამოკიდებულ ადამიანთან, ხო? რა ერთი ყველაზე დიდი აქვს საერთო, იმიტომ რომ ადიქცია ეს არის პირველადი დაავადება, ქრონიკული და განუკურნებადი და პროგრესირებადი და ეს ყველაფერი არის გამოვლინებები. ამიტომ უზარმაზარი საერთოა ყველას და იდენტობას იმიტომაც პოულობ ერთმანეთში. რა თქმა უნდა, რაღაც დეტალებში მე იქ რა თქმა უნდა ინდივიდუალური მუშაობა მიდის თქვა იქ მოთამაშესთან და იმასთან, იმიტომ რომ რაღაცა გამოვლინებები იქ ინდივიდუალური არის, მაგრამ შენ სამსახურ დამოკიდებულს workaholics სამსახური რო დაკარგოს და წამალ დამოკიდებულს წამალი წაართვა, ემოციურ დონეზე ზუსტად ერთ და იგივეს განიცდის. ამიტომ ერთი ის არის. საერთო მექანიზმი აქვს და ოღონდ სხვადასხვა გამოვლინებით ესე რომ ვთქვათ რა. ამიტომ ალბათ შესაძლოა ვიმსჯელოთ რომ საომავლოდ ოდესმე თუ ეს მიმართულება და ეს სფერო ძალიან მაგრად განვითარდება, იქნება ხელშეწყობა და ასე შემდეგ, რაღაც მომენტებში ჯგუფებად განაწილება, რაღაცა პროცესში, თერაპიაში შესაძლოა რომ მეტი იდენტობისთვის გაიმიჯნოს, იქ მოწყვლადი ჯგუფები არსებობს, არის საერთაშორისო პრაქტიკა, ვთქვათ, არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების სხვადასხვა სივრცეში მოთავსების და ასე შემდეგ, ანუ რაღაცა ნიშნით მათი განცალკავების და თერაპიაში ჩართულობის რა, რომ აი ეს განცდა რომ მე თქვენგანაც განსხვავებული ვარ, ეს ამბავი არ იყოს რა. თუმცა დღეს ხა საქართველოში ის მოცემულობა გვაქვს, სადაც არ არის მაგის შესაძლებლობა და თქვათ ხა ეგ გამახსენ. ქალები და კაცები ერთად რეაბილიტაციაში რატო არ არიან? ხო, ჩვენ გვაქვს მაგის გამოცდილება, მაგალითად, ჩვენ კონკრეტულ, ვთქვათ, ორგანიზაციაზე რო ვისაუბროთ, წასულში, როდესაც ვცადეთ, ერთ-ერთი საერთაშორისო ცენტრის პრაქტიკა იყო და გადმოვიტანეთ და გადავაწყდით ძალიან ბევრ სირთულეს. ანუ თვითონ ინფრასტრუქტურაც არ იყო ისეთი შესაბამისი, ანუ მე პირადად ვფიქრობ, რომ შესაძლებელია ინფრასტრუქტურა უნდა იყოს შესაბამისად მოწყობილი, გამიჯნული და ასე შემდეგ, მაგრამ იმ მოცემულობაში რა ხდებოდა? მაგალითად ადამიანები ასე ვთქვათ იპრანჭებოდნენ ერთმანეთს, ანუ კარგავდნენ იმ ფოკუს ყურადღების, რომელიც სხვა რაღაცაზე უნდა გაკეთებულიყო და აკეთებდნენ სხვა რაღაცაზე რა, რომ ფსიქოემოციური ფონი აქვს, წარმოიდგინე როგორ ამოდის და თავის თავზე უნდა იმუშაოს და ხვდები ახლა, შედიოდნენ ემოციურ ბმაში ერთმანეთს, ეპრანჭებოდნენ, ხელს უშლიდნენ, სუცილობდნენ, განმარტოვებულიყვნენ და რაღაცებზე ესაუბრათ იმასთან, ხო? ჭორაობენ მერე ის იმაზე, ის იმას მოკლედ, ბევრი რაღაცა იყო შემშელი ფაქტორი, რამაც მიგვაღებინა გადაწყვეტილება, რომ გაგვემიჯნა ეს ადამიანები, იმიტომ რომ მართლა ძალიან მიხარია, რომ როდესაც მე მივედი, ესე თქვა გამიჯნული იყო, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, მე არ ვიჯდებოდი. ხო, ხელი შემშელი ფაქტორი ბევრისთვის გასაგებია. თორე ვეთანხმები ზადოსო საბოლოო ჯამ, როდესაც ეს თქვა ინფრასტრუქტურაც და ისიც შესაბამისი იქნება, უპრობლემოდ იქნება შესაძლებელი ეგეც რა. კი ბატონო. ეხა რას ფიქრობთ, პატარა ბლიც კითხვებზე რომ გადავიდეთ? მე წინააღმდეგ ხა. მაგრამ სანამ ბლიც კითხვაზე გადავალთ, თქვენი აზრით რა ორივეს აზრი მაინტერესებს. რა არის ყველაზე ან რა იყო ყველაზე დიდი მითი დამოკიდებულების შესახებ, რომელიც გამოსავალმა და ამ თქვენმა მუშაობამ და რეაბილიტაციამ დაამსხვრა. კარგი, თავარი მითი და პირველი ის არის, რომ ყოფილი მომხმარებლები არ არსებობენ, ანუ
ესეთი მითი არსებობდა და დღემდე საზოგადოებაში საკმაოდ დაბალია ცნობიერება ამ მიმართულებით, რომ ანუ ადამიანი, რომელიც წარსულში მოიხმარდა ნივთიერებებს, ყოველთვის მოიხმარს ნივთიერებებს. ანუ ეს მითი დამსხვრეულია, კიდევ ერთხელ ვიტყვი, იმიტომ რომ ასობით ადამიანმა ასე ვთქვა, დაამსხვრია ეს მითი და რეალურად მის ცხოვრებაში ნივთიერებების ადგილი და საჭიროება აღარ არის. ანუ ცხოვრობენ ნივთიერებების ხიზელი და ბედნიერი. რა და თან ისე კი არა რომ მოჭიმულები არიან და რაღაცის გამო არიან, კბილებით უჭირავთ თავიანთი ასე ვთქვა, მშრალი სიფხიზლე რა. ემოციურად, ფსიქოლოგიურად და სულიერადაც არიან ძალიან მშვიდად, წყნარად და აგრძელებენ ცხოვრებას ხარისხიანად. აი ეს მითი იყო ალბათ ყველა. აი მითი არ ვიცი ამას რამდენად მითი ქვია თუ არა, მაგრამ ის ამაში დარწმუნებულია რომ რასაც თქვა გამოსავალი აკეთებს, ეს არის აი ეს თითის გაშვერის ჯერ ძალიან დასაწყისში ვართ, მაგრამ აი ეს უნამუსო, ამას სინდისი რო ქონოდა, ამას არიზავდა, აი ესე თქვა დემონიზირება და მორალური შეფასებები. კი ბატონო, აი ამას რა თქმა მე ამას უყურებ ყოველდღიურად ის ადამიანები, ვინც ჩვენთან ესე თქვა ოჯახის წევრები თანამშრომლობენ, რამდენად ესე თქვა ეხსნებათ ეს წარმოდგენები, რამდენად ეხსნებათ თვითონაც ეს კომპლექსები, როცა საკუთარ შვილს ეხა რო უყურებ პირობითად ვიძახი და გონია რომ ნაძირალა, ხო? იმიტომ რომ თქვა ამას და აღმოაჩენო, რომ ნაძირალა არ არის, ავად არის ადამიანი და კურნალობა ჭირდება და დახმარება ჭირდება, იმისთვისაც რამხელა შვებაა ეს და ეს სტიგმა ინგრევა ნელ-ნელა რა, ძალიან ნელა, მაგრამ პირობა დადო და ვერ შეასრულა. იცით, ესეთი მატყუარა ადრე არისო. ეხა ყველაფერს კადრულობს. დაიფიცა ხალხზე. ეკლესიაში დაიფიცა დაარღვია და მოკლედ ისეთი მოცემულობის წინაშე ვაყენებთ თვითონ საზოგადოება ამ პრობლემის მქონე ადამიანებს, რომ მე თვით სტიგმაც ძლიერდება. მე ამ პირობას რომ დაარღვოს ადამიანი, თვითონვე იჯერებს, რომ ბოროტია, ცუდია, არ უყვარს შვილი, არ უყვარს დედა, პატივს არ ცემს რელიგიას და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი ვისაუბრეთ რეაბილიტაციაზე, მაგრამ მოდი დღისენცად შევეხოთ, იმიტომ რომ არის რაღაც კატეგორია პაციენტების, რომლისთვისაც პირიქით უმჯობესია, რომ არ წავიდეს, ან ისეთი მდგომარეობა აქვს, რომ ამის საჭიროება არ არის, ხო? ეს დღის ცენტრი რას ნიშნავს, რას ქვია და ვისთვის არის? ანუ დახურულ ცენტრში თუ არ მიდის, მას შეუძლია რომ თბილისში იაროს, არ დარჩეს, წავიდეს, ამოვიდეს, ხო? ანუ ეს რითი განსხვავდება და როგორ ხდება დიფერენციაცია, ანუ რის მიხედვით დგება ეს პროგრამა რა? ვიღაცა ადამიანს ესა დაგება, ვიღაცას ხო, იცით რა არის, ანუ პირველ რიგში ალბათ უნდა ვთქვათ, რა არის თვითონ მომართვიანობის დროს იმ ბენეფიციარის მიზანი. ანუ რისთვის მოვიდა ჩვენთან, რა მიზანი ამოძრავებს და მე რა რისკ ფაქტორები და რა შესაძლებლობები და რა დრო და რა რესურსი არსებობს, რომ დაიგეგმოს სწორი, ესე ვთქვათ, მკურნალობა, ხო? ეხა ბოლო, ასე ვთქვათ, შემთხვევა რომ გავიხსენოთ, ადამიანი მოვიდა ძალიან ესეთ მძიმე ფსიქოემოციური მდგომარეობაში, სასწარკვეთილი და ამბობს, რომ მე დღესვე თუ არ მომათავსეთ სარეაბილიტაციო ცენტრში, დღესაც ფხიზელი ვერ დავრჩები, ანუ ერთი დღეც რო ვერ ძლებს გარეთ. ეხა იქ უკვე განხილვა რომ მოდი შენ დღის ცენტრში იარე და ინდივიდუალურად დაიწყე ჯერ ფსიქოლოგთან სიარული ან რაღაცა მსგავსი ტიპის სერვისის შეთავაზება არალოგიკურია, ხო ესე? ანუ ადამიანს უნდა შეუქმნათ ისეთი ატმოსფერო, სადაც ის შეძლებს, რომ პირველ რიგში ნივთიერებების მოხმარებისგან თავი შეიკავოს. ანუ ეს არის პირველი სამიზნე ჯგუფი, რომელიც ხდება ხოლმე ყველაზე ხშირად ამ კატეგორიაში. მეორე არის კიდევ რა თქმა უნდა ბიოფსიქოსოციალურ და სულიერ ჭრილში შეფასდება მისი მდგომარეობა, ასე ვთქვათ, სიტუაცია რა უჭირს, რა უხის და ამის მიხედვით შედგება სამკურნალო გეგმა. ხა დღის ცენტრზე თუ ისაუბრებთ, აი მაგალითად დასაქმებული ადამიანები, რომლებიც არ არიან ეხა აქტიურ ნივთიერებების მოხმარებაში და მნიშვნელოვანია რომ გარეთ პერიოდულად ჩაერთონ რაღაცა საქმიანობაში. პირობითად ვამბობ. ხშირად თვითონ ამბობს ხოლმე მე თუ წამოვედი ჩემი სამსახური დაიშლე, მაგრამ ოჯახი ამბობს რომ ოღონდ წამოვიდეს არაფერი არ დაშავ. ახმებსაც გააჩნია ვინ ამბობს ამას, რეალურია, ამიტომ ოჯახის წევრებისგან ანამნეზის საკრეფას ძალიან მნიშვნელოვანია. დღის ცენტრში გოგოები და ბიჭები ჩვენთან შეიძლება რომ ერთად. ხო, იმიტომ რომ იქ მოდიან და მიდიან რა, იქ არ არის ცხოვრება და იქ არ რჩებიან ღამით და ანუ რეაბილიტაცია მოგლის შემოკლებული ვერსიაა, მოდი ესე ვთქვა და უფრო ისეთი რა, ნაკლები ინტენსიური. კარგით. გადავიდეთ ბილეთზე, ხო? მზად ხართ? ესე იგი, პირველი ეგეთი კითხვაა ბილეთის. ის ცოტა სერიოზული ბილეთის მაგ და ცოტა მხიარულის და ავურევ რა. რავი
პირველი იმედი თუ დისციპლინა. ეცადეთ რომ ძალიან არ ჩაშალოთ. აი რომელი? იმედი დავიწყებდი, დისციპლინით გავაგზავნებდი. დისციპლინა. შენი პასუხი? ეთახმები. კარგი. სიყვარული თუ საზღვრები? პირველად სიყვარული. სიყვარული. ყველაზე რთული ეტაპი გამოჯამთელებაში რომელია? ალბათ დასაწყისი. პირველი ეტაპი. გადაწყვეტილების მიღება. კარიერა და ერთი სიტყვა რომელიც ყველაზე მეტად ასოცირდება გამოჯამთელებასთან. იმდენი რაღაცები მიტრიალებს ახლა თავს ჩემთვის სიმშვიდე. ოკეი. რწმენა. ყველაზე ხშირად დამოკიდებულებაზე რა გაღიზიანებთ? აი ნათქვამიან ვიღაცის კომენტარი. სტიგმა. აზრი არაკომპეტენტუ ხო? აზრი არა ხშირად ხდება, მაინც. არაკომპეტენტურობა და აქედან გამომდინარე მე მსჯელობა. კარგი, მე ვიცი იმან მითხრა და ნელი ამბები რო იწყება ხო? ამ სფეროში რო არ ყოფილიყავით, სად იქნებოდით? მე მგონი გუგა შეფოვარი. არა? აუ შეფოვარი არ ვიცი, მაგრამ აი შეფოვარი რო ვიღაცებს გადაუდებს ხოლმე, მოიცა შეგენეცა. დეგუსტატორი. არ ვიცი. ერთი ჩვევა, რომელიც ამ პროფესიამ გასწავლათ რა, არ ქონდათ და ამ პროფესიამ გამომუშავოთ. არ მქონდათ ხო, შეიძლება, მაგრამ აი ძალიან მაგრა გამომუშავებაზე პასუხისმგებლობის აღება და ესე თქვათ დისციპლინა და ამ კუთხით დისციპლინა რა, რომ რასაც ესე თქვათ იტყვი და ეს ძალიან მაგარი ამისგან მაგარი სიამოვნება შემოგდის, როცა ამას ესე თქვათ ამის დეფიციტი ქონდა და დღეს ახერხებ რა. მე ვიტყოდი პროფესიულ საზღვრებს, რომელიც ჩვენს სფეროში მომუშავე ადამიანებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და დასაწყისში ჩვენ და ძალიან რთულია მოკლედ აქ, იმიტომ რომ ადამიანის სიცოცხლეს ეხება საკითხი ძალიან რთულია იქ გამიჯნო, როდის უნდა ჩაერთო, როდის არა. დამისახელეთ თითო ფილმი, რომელიც თქვენი წარმოდგენით ყველაზე კარგად აღწერს დამოკიდებულებას. იმდენ ფილმს მაშვები ძალიან შენი ტოპ რომელია? კუკუშკა. ეგ ერთი უკვე. ანუ ვიღაცამ გუგულის ბუდია. შენი ბურთელის დღიურს ვითხოვდი ფილმებში და Souls ანიმაციაში. მადლობა. და გამოსავალი თქვენთვის რას ნიშნავს? ხო იცი მე მასში არის ძალიან მაგარი ისა რა ქვია Kingdom of Heaven რო ფილმი სალადინს რო გითხე რა არის შენთვის იერუსალიმი და ყველაფერი და არაფერია ხო იცი აი იმდენად ყველაფერია რომ იმიტომ რომ როგორც უკვე დასაწყისში ვთქვი ჩემთვის არის მდე და მერე თორე იმდენად ბევრი რაღაცა შეიცვალა ჩემ ცხოვრებაში, ესე თქვათ, ხარისხობრივად და აქედან გამომდინარე, ჩემს ირგვლივაც ეს ყველაფერი შეიცვალა, ხო? რომ და ეს ყველაფერი ეხლა მოქმედებს რაზე ყველაზე ძვირფასი რაც არის და ამას ძალიან ბევრს საუბრობთ კიდე ბენეფიციარებთან, რომ ძალიან ესე თქვათ, ტკივნეული მომენტია შვილები, ხო? და ეს ჩემთვის ძირეულად შეცვალა. მიდგომები ბავშვებთან აღზრდის კუთხით, ურთიერთობის კუთხით, დობის ფაქტორი და მთელი ის. ამიტომ რავი, მთელი სამყარო არის ახლა ჩემთვის ეს. ჩემთვის ხო, მეც ვიტყოდი დავეთანხმები გუგას ბევრ რამეში და აი გუნდზე მინდა რა აქცენტი გავაკეთო, ვისარგებლო შემთხვევით და ძალიან დიდი მადლიერება გამოხატო, იმიტომ რომ ხშირად ისე ვარ ჩართულები, რომ ხშირად ყოფილა ხოლმე, რომ გავაჩერებდი იმას და ვეუბნები, ბიჭო, მადლობა, პროსტა რა, ანუ არ გცალია, სულ რა გასახდება და მოდი მეთქი ერთ 5 წუთი დავსე და ერთმანეთს მოვეფერო, იმიტომ რომ ისეთი რაღაცები ხდება ჩვენს გარშემო რა, რომ ეს ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელსაც ძალიან ხშირად ესე რაღაცნაირად უყურებთ, რომ თქოს თავის თავადია და არ ვაჟღერებთ ხოლმე ამას ხშირად რა. და რატომ მაქვს ეგ განცდა? ეს ადამიანთა გუნდი რა საქმესაც აკეთებს თლიანობაში, ხო? ეს არის სინათლეს სიბნელეში, რაღაცა პატარა გვირაბის ბოლოს ნათელი წერტილი. ანუ
თუ ჩვენ საუბრობთ მნიშვნელობაზე ზოგადად, ხო კიდევ ერთხელ ანუ ნარკო დამოკიდებულების და ზოგადად ადიქციების მიმართულებით ვფიქრობ ძალიან მოგზაურებულად რომ ვთქვა, რომ რაღაცა ინოვაციური კულტურა შემოვიდა საქართველოში, რომელიც ძალიან პოპულარული, ტრენდული გახდა და დღეს ეხლა იმდენი რაღაცა არის, ხო, უკვე მსგავსი ჩვენაირი ორგანიზაცია და კარგია, რაც უფრო მეტი გაიხსნება და უფრო მეტ ადამიანს მიეცემა შესაძლებლობა, რომ გადარჩეს, ხვდები და ამიტომ ეს რომ თქვათ მე მაგალითად მეამაყება, რომ ამ გუნდის წევრი ვარ, ერთ-ერთი რიგითი წევრი, როგორც ყველა სხვა დანარჩენი და ამ ადამიანების უზომოდ მადლიერო, იმიტომ რომ ყოველდღე ვხედავ მათ მუხჩაუხრელ შრომას, რამხელა რაღაცას აკეთებენ იმისთვის, რომ ერთი ადამიანმა მაინც და მისმა ოჯახმა შვება იგრძნოს. აქვე ახალ ოფისში გადავიდა დღის ცენტრი გამოსავალი, მალე ხა პრეზენტაცია იქნება და ბარემ ხო არ გვეტყვი სიახლეებზე, რაც თქვა მანამდე არ იყო და ეხლა დაემატება რა, იმიტომ რომ რაღაც ახალი თანამშრომლების და ახალი სერვისების არის როგორც ვიცი. კი, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ გამოსავალი რჩება მაინც ყველაზე, ასე ვთქვათ, განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდად და ჩვენი მიმართულებაა, რომ ყოველთვის ვიყოთ მოწოდების სიმაღლეზე. პირველი მინდა ვთქვა ასევე ის, რომ კონსულტანტების სკოლის დაფუძნებით ასევე ვფიქრობთ, რომ ეს კონსულტირების თამასა აიწევს და ცოტა ხანში აკრედიტაციას ავიღებთ, ამაში ვარ ხმად დარწმუნებული და პროფესია ჩამოყალიბდა და საქართველოში addiction counselor რომელიც არ არსებობს ფიზიკურად და გამოსავალმა გააკეთა თქვათ ეს და იქნება რაღაცა მინიმალური თამასა სტანდარტი რომელიც დააკომოს თქვათ დაასაქმებს იმ ადამიანებს რომლებიც დაინტერესებული იქნებიან ამ მიმართულებით სამუშაოდ ხო ეს ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა ეს ერთი მეორე ის რომ ფართოვდება მოცვის არეალი ანუ საჭიროებებიც იცვლება ძალიან აქტუალურია გაჯეტებზე ინტერნეტზე და სკროლაზე დამოკიდებულების პრობლემა რომელიც რაღაცა მეცნიერული მტკიცებულებითი რაღაც კონკრეტული ესეთი ფორმულა არ არსებობს, როგორ უნდა დაეხმაროთ ამ ადამიანებს და ჩვენ სულ პულსაციაზე გვიჭირავს ხელი, რომ აი როგორ შეიძლება შეუმსუბუქოთ ამ პრობლემის მქონე ადამიანებს, ხო? მნიშვნელოვანია რომ ოჯახთან მუშაობის მიმართულებითაც ძალიან ვაძლიერებთ და თითქმის ყოველ დღე ოჯახის წევრებთან შეხვედრები ტარდება. არის ფასიანი თერაპიული ჯგუფები, არის უფასო საინფორმაციო და ცნობიერების სასამაღლებელი ღია კარის დღეები, ონლაინ შეხვედრები და შემდეგ რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს მივაწვდინოთ ხმა, რას ნიშნავს ადიქცია? აუ ეხა იცი რა გამახსენდა რომ ეს რო ახსენე ფასიანი და უფასო ხალხს ძალიან ხშირად აქვს ხოლმე რომ აი რაღაც ზვირია ვერ იმაში იქნებ თქვათ რომ თითქმის ყველა კომპონენტში უფასო შეხვედრები ტარდება და გამოსავალი ამას აკეთებს რა. აი ძალიან მოკლედ ბაგაზე გავაკეთებ განმარტებას რა რომ გამოსავალი არის ერთი პატარა კომერციული კერძო შეპესე ორგანიზაცია რომელსაც საზოგადოება ხშირად თხოვს რომ ისეთი სოციალური პასუხისმგებლობა აიღოს რომლის რესურსი ფიზიკურად არ არის. რაც ნუ გასაგებია. ხო, ეგ ხა ძალიან ნორმალურია, იმიტომ რომ ისეთ დარგში მუშაობთ. ხო, ეს მინდოდა რომ მეთქვა. მეორე, ამ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში გამოსავალი თითქმის ყველა აქტივობაში იმდენად არის ჩართული, დაწყებული თვითონ ოფისის ფარგლებში ჩატარებული უფასო ღონისძიებების როგორც ჯგუფური საინფორმაციო ცნობიერების და ასე შემდეგ, ხო, კონსულტირების ნაწილში და ასე შემდეგ. ახალგაზრდულ ბანაკებში სიარულით, უნივერსიტეტებთან მემორანდუმებით, საპატრიარქოსთან და სახელმწიფო უწყებებთან კომუნიკაციით, ეხლა ჩართულები ვართ და რაღაცა 12 კაციანი გუნდი იყურება, სადაც ჩვენც ვიქნებით წარმოდგენილი და საქართველოში ზოგადად ნარკოვითარებაზე და ნარკოპოლიტიკაზე ვიმსჯელებთ. ანუ ყველგან ვცდილობთ, რომ ჩვენი რესურსების მაქსიმუმი გავიღოთ იმისთვის, რომ უფრო მეტ ადამიანს მივაწვდინოთ გამოჯანმრთელების ხმა. შესაძლოა, რომ უფრო მეტი იყოს საჭიროება, ვიდრე ჩვენ ვახერხებთ, მაგრამ ეს ხო ჩვენს შესაძლებლობებსაც ცდება რაღაც მომენტში რა. ამიტომ ვცდილობთ, რომ რაღაცა ხელი შეუწყოთ რაღაცა ტიპის აქტივობებს და ორგანიზაციების განვითარებას, რომლებიც მაგალითად უფასო სერვისებით არიან დაკავებულები და ამაზე ხა ჩვენ ესე ხმამაღლა არ ვსაუბრობთ, მაგრამ ესე გვერდიდან ძალიან ბევრ რაღაცას და სიახლეებს გეგმავთ, მაგას ერთად გამოვაცხადებთ, ანუ უახლოეს მომავალში და სულ ბოლოს ჩვენი დროც ამოიწურა, სულ ბოლოს რაღაც აი თითო წუთით შემაჯამებლად რომ მიმართოთ ადამიანებს, რომლებიც უყურებენ ამ ეპიზოდს იტანჯებიან დამოკიდებულებით სხვადასხვა ადიქციებით და ან მათ ოჯახის წევრებს. რომ აი თქვენი მიმართვა რა იქნებოდა და ამით დავასრულოთ.
ხო, იქიდან გამომდინარე, რომ ეს ყველაფერი, ესე ვთქვათ, ნანახი მაგ და გავლილი მაქვს, მესმის თელი სირთულე იმის, რომ ადამიანი მივიდეს, აი ვთქვით კიდეც მეც და ზარზამას, რომ პირველი ყველაზე მდრთული არის აღიარო. აღიარო საკუთარ თავთან, აღიარო შენ, ესე ვთქვათ, ახლობლებთან და თქვა და პირველი ნაბიჯი გადადგა. მაგრამ სრული, პასუხისგებლობით, ძალიან დიდი გულწრფელობით შემიძლია ვთქვა, რომ ადამიანი, რომელიც ამ პროცესში ჩაერთვება, გულწრფელად მიყვება ამ პროცესს და ჩადებს, ესე ვთქვათ, თავის რაღაცა შრომას, ხო? რესურსს, ხო? ვარიანტი არ არის, რომ არ მიიღოს ის შედეგი, რა შედეგზეც ვთქვათ, რომ თუ უნდა ადამიანს არის ყველა შესაძლებლობა იმისთვის, რომ ჩვენ გავიყვანოთ იმ, ესე ვთქვათ, ვაკეზე, სადაც მას უკვე შეიძლება თვითონ იმას და ამიტომ გაბედეთ რა. მადლობა. მეც ესე მიმართავდი ჩვენს მაყურებლებს, რომ არ არსებობს მოკლედ გამოუვალი მდგომარეობა, მთავარია რომ მართლა გავბედოთ და პირველი ნაბიჯი გადავდგათ. ჩვენი მხრიდან აი აბსოლუტური მხარდაჭერა არ აქვს მნიშვნელობა, ფული გაქვს, არ გაქვს, არც ერთი ადამიანი არ დაგვიტოვებია ყურადღებოთ, სული პასუხისგებლობით ვაცხადებ, რომლებიც ჩემამდე თქვა მე ვიცი და მოსულა ჩვენ გუნდამდე და შესაძლებლობებიდან გამომდინარე მაქსიმალურად გვერდში დავუდგებით. ანუ არ ხართ მარტო, ვართ ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც მზად არიან რომ მოგისმინონ, თანაგანცდა გამოგიცხადონ, მხარი დაგიჭირონ, ემპათიურობა გამოიჩინონ, შექმნან ის უსაფრთხო ატმოსფერო თერაპიული, სადაც ადამიანებს მინიმუმ სწორი რაღაცა მიმართულების აღებაში მაინც დავეხმარებით რა. მე არ უპირდები ყველას რომ უფასო სარეაბილიტაციო ცენტრში მოვათავსებთ, მაგრამ სხვადასხვა ბევრი რაღაც შესაძლებლობა არსებობს და მინიმუმ დავაკვალიანებთ, ვიცი რა, ეხა ამ მდგომარეობიდან გამომდინარე, კარგი იქნებოდა რომ რაღაცა უფასო ამ პროგრამით ვისარგებლოთ, იქ იმით ვისარგებლოთ, აქ ჩვენ პატარა რესურსი დაგეხმარებთ, იმით და საბოლოო ჯამში რაღაცა გზამკვლევივით მაინც ვიქნებით იმ გაჭირვებული ადამიანებისთვის, რომლებიც იტანჯებიან, მათ შორის ოჯახის წევრებისთვის. ანუ ოჯახის წევრებს მინდა უთხრა და დავამთავრებ რა, რომ ელოდებიან, როდის დაიღლება ის თვითონ ოჯახის წევრი და მოუნდება რომ მივიდეს სადმე სარეაბილიტაციო თუ საკონსულტაციო სივრცეში, ან ნარკოლოგიაში, ან სადმე სერვისში, ხო? თვითონ უნდა გადადგან პირველი ნაბიჯი რა. ანუ არ არის დალოდება აუცილებელი რომ ის ადამიანი მიხვდეს და თვითონ მოვიდეს. მოვიდნენ ოჯახის წევრები და მე ერთად მოვიფიქრეთ როგორ დავეხმაროთ მის ოჯახის წევრს რომ ისიც მოვიყვანოთ ჩვენ. კი ბატონო. დიდი მადლობა მეგობრებო სტუმრებს. მადლობა. გონია რომ ძალიან საინტერესო ეპიზოდი გამოვა, ბევრი ვილაპარაკეთ, ვეცადე რომ ყველა კითხვებისთვის თავი მომეყარა და გამეჟღერებინა. მადლობა მაყურებელს, აქვე ვიტყვი რომ არა გამოსავალი და სარეაბილიტაციო ცენტრი, ეს პოდკასტის არიარსებები და მადლობა გამოსავალს ამისთვის, მე გემშვიდობებით, მომავალ შეხვედრაზე.